სად არის პრობლემა? დამატებულ შაქრებში რამე ქიმიაა გარეული? კონკრეტული საშიში ფაქტის წინაშე რო დავდექი და საშიში მომაკვდინებელი არ იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება დაფარულად. მე ტიპი 1 დიაბეტი მაქვს, ინსულინ დამოკიდებული ვარ და მჭირდება ყველა თუ რამე ინსულინი შემოდის ქვეყანაში. შაქარი კი არ არის ჩემი მტერი, პირიქით ენერგიის მთავარი წყაროა ორგანიზმისთვის. შეიძლება ისეთი საკვები მიირთვა, სადაც შაქრები ბევრია და მე დამაზიანოს კი. ოღონდ პრევენციული ღონისძიება კი არ ჩავატარე და მანამდე კი არ დავიწყე სიაული. ადამიანს როცა 20 კალორია ესმის, ეს მისთვის არაფერს ნიშნავს. მე რეკითხვა რამდენი ცილა-ცხიმი და ნახევარწყალი მჭირდება დღის განმავლობაში, მაგრამ ეგეც არაფერს ნიშნავს. მეორე ნაწილი უკვე შემდგომი ადამიანების არიან ადამიანები, ვინც ცოდნასაც იძენენ საკუთარ გამოცდილებასთან ერთად. ეს ერთ შეხედვით იდეალური კომბინაციაა და უკვე დავიბანე ხელები მზად ვარ გასასვლელად და რჩევების გასაცემად, მაგრამ არ მჯერა რომ ბაზარზე ეგრე იქნება, ქაოსის მოსაწესრიგებლად მივმართავ სოციალურ ქსელს, აღმოვაჩენ რომ უფრო დიდ ქაოსში შევდივარ მოწესრიგების ნაცვლად. შემდგომში როცა ინფლუენსერი ამოგივარდება, მიხვდები რომ რასაც მთავაზობს, ის ამ ქცევას გამოიწვევს და ქცევა ამ შედეგს მომცემს. როგორ დავიმატე უკან წონა კაცო, რა ვიცი, როგორ მოვიმატე წონა უკან 6 კალორიაზე ვიყავი, რა ვიცი, 6 კალორიაზე თუ ვიყავი, არც უნდა მოგემატებინა. ანუ ვერც ერთი მხარე, ვერც პროფესიონალი და ვერც ადამიანი ქცევებს და შედეგს ვერ უკავშირებს ერთმანეთს. ის ნაბიჯები, რომელიც აქად უნდა გადადგა, ის ხო ადეკვატურად ვერ ჩაითვალა, იმიტომ რომ ადეკვატური რო ყოფილიყო, მისთვის არასასრულო მიზნამდე ვერ და წერტილამდე არ მიიყვანდა. ეს ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მომცემს იმ შედეგებს, რომელიც ხანგრძლივ პერიოდში არასასრულო წერტილში მიმიყვანს. მაგრამ აუცილებლად იარსებებს სწორი შემდგომი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ყველა შეუძლია. და ეგ ცდება უმრავლესობა ადამიანების. რაც უფრო მეტად ვაგრძნობინებ დანაშაულის შეგრძნებას, უფრო მეტი სტიმული იქნება შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. და არ არის ეგრე. იმიტომ რომ რა უნდა გავაკეთო, ყველა მეტყვის, მაგრამ რატომ უნდა გავაკეთო? აბა აქ უკვე პაუზდებით, იმიტომ რომ საკმარისად ღრმა არ გვაქვს ინფორმაცია. ჩემი გაცემული ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი, რომელიც ჩემ კონტროლის ქვეშ არის, სალამ მეგობრებო, წესით თორნიკე უნდა ყოფილიყავი დღეს როგორც წამყვანი, მაგრამ შევცვალეთ როლები. Nutrition Academy of Georgia შემდგომი პოდკასტი. დღეს მე ვიქნები წამყვანი და აწი გვექნება პოდკასტები, სადაც მე ვიქნები წამყვანი და თორნიკე იქნება სტუმარი, იმიტომ რომ გვინდა რომ რაღაც განსხვავებული პერსპექტივიდან, განსხვავებული სიღრმის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც სამოქმედო ნაბიჯები იქნება თქვენთვის და ეს ცოდნა მე დროთა განმავლობაში აკუმულირდება. და დღეს ეხა რაზე ვისაუბრეთ უკვე? ამაზე მოგვიყვება თორნიკე, aka Mr. Nutrition. დღეს ვისაუბრეთ იმ ქაოსზე და ჯუნგლებზე, რომელიც საქართველოს ნუტრიციოლოგიის გარშემო ტრიალებს, ვისაუბრეთ მეტაბოლიზმზე, რა არის რეალურად ჩვენი მეტაბოლიზმის სიჩქარე და როგორ უნდა გამოარკვიო, ვის ნეკლები აქვს, ვის მეტი და როგორ მართო. შემდგომ ვისაუბრეთ სამ ძირითად მაკრონუტრიენტზე, ცილად, ცხიმზე და ნახშირწყალზე და საბოლოო ჯამში გავაკეთეთ დასკვნა. რა არის ის სწორი კითხვები, რომელიც უნდა დასვა, ან სხვას დაუსვა, როცა ახალ ნაბიჯებს დგამ ჯანსაღი კვების მიმართულებით. აუცილებლად უყურეთ ეს პოდკასტი არა მარტო იმათთვის არის, ვისაც ჯანსაღი კვება წონის კლებისთვის უნდა, არამედ აღიქვამს ჯანსაღ კვებას როგორც მთავარი იარაღს თავისი კეთილდღეობისთვის. თოკო, Mr. Nutrition. რა არის მეტაბოლიზმი? მეტაბოლიზმი არის იმ ბიოქიმიური პროცესების ერთობლიობა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, საიდანაც მერე ადამიანის ორგანიზმი იღებს ენერგიას. ბევრ ბრუნვაში მსმენია მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზმს ახსოვთ ხოლმე, როცა გვინდა აღწეროთ, რამდენად სწრაფად შემიძლია სასურველი წონის დაკლება, ან თუ გადავუხვიე რამდენად ნელა ან სწრაფად ვიმატებ. სხვა ბრუნვაშიც მსმენია, მაგალითად მეტაბოლიზმის შემინელდა მეუბნებიან ამ დროს, როცა რეალურად ყაბზობას, შეკრულობას აღწერენ. მეტაბოლიზმზე ბევრი მითი დადის და რეალობა ცოტაა. რეალურად მეტაბოლიზმი არის ის რთული კონსტრუქციული წინადადება, რაც გითხარი, მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა, რომელსაც პრაქტიკაში ვიყენებთ, არის რა არის ჩემი მეტაბოლიზმის დონე. ანუ რეალურად რამდენი ენერგია მჭირდება დღის განმავლობაში. იმიტომ რომ ამდენს ხარჯავს ჩემი ორგანიზმი. ანუ 24 საათის ჭრილში რამდენ ენერგიას, ანუ კალორიასაც წვავს ჩემი ორგანიზმი, ამას ვუძახით ჩემ დღიურ მეტაბოლურ დონეს. პრაქტიკაში, ანუ ეს ცნებები მინდა გამოვიყენო პრაქტიკაში. რეალურად მე არ მაინტერესებს რა არის მეტაბოლიზმი, მაინტერესებს რა არის მეტაბოლიზმის დონე, რომელსაც მე ჩემი კვებით და ფიზიკური აქტივობით ხელი უნდა შეუწყო, ან ბალანსში დავრჩე, ან მიზნებისკენ წავიყვანო ეს ჩემი ენერგიის ბალანსის საქანელა. კაი, ეგ რაღაც ბუნდოვნად შეიძლება ეჩვენებოდეს ჩემთვის, როცა ვერ ყვევოდი, ცოტა ბუნდოვანია. ანუ ლოგიკურია, რომ რა ენერგიასაც ვხარჯავ. მაგის შესაბამისი რაოდენობით უნდა შევისო, რომ ბალანსში დავრჩე, მაგრამ საიდან დავთვალო, რამდენ ენერგიას ვხარჯავ? წარმოდგენა როგორ მქონდეს, ჯერ პირველი გამოწვევა ხო ისე, რომ კალორიები რა არის
და რამდენს ვიღებ ეგ როგორ თვალო, ეგ ცალკე პრობლემაა, მაგრამ უფრო მარტივად დათვალდია. და რამდენს ხარჯავ ეგ აცლობით უფრო რთულად დათვალდია. არის რამე მეტრიკები, რასაც ყურადღება შემიძლია მივაქციო, რითიც განვაზოგადებ, რომ პლუს მინუს ახლოს ვიყო ბალანსის ნიშნულთან. ხო, ეხლა სანამ მაგ დეტალებს შევუყვებით, ჯერ იმ მოცემულობით დავიწყოთ, რომელიც არის, არ ვიცი, შავი ჭირი ჯანსაღი კვების. ეს არის როცა მისმის მინიმალური დონე ამ ენერგეტიკული საქანელის, რაც ვეძახით, ხო? რამდენსაც ვიღებ, რამდენსაც გავცემ, ეს ორივე თუ არის ბალანსში, ნიშნავს, რომ ჩემი წონის საქანელა და ენერგეტიკული საქანელა არის წონასწორობაში. ანუ არ იძურის ჩემი წონა, სამარაგო ენერგია იგივე მაქვს, რა საქამდე მქონდა, დღის განმავლობაში ვიღებ იმდენივეს, რამდენსაც გავცემ. მე შემოწე კონცეფცია, რომ თუ მინდა ჩემი სამარაგო ენერგიები გამოვიყენო, ანუ ჭყალებში წონა დავიკლო, უნდა მივიღო ნაკლები, ან და ამასობაში ვიმოძრაო მეტი, რომ მივიღო ნაკლები ვიდრე ვხარჯავ და ამ დროს უკვე ჩემი ენერგეტიკული საქანელა გადაიხრება წონის კლუბისკენ. ეხლა მე პირიქით რა უნდა ვქნო, თუ წონის მატება მინდა, მეტი ვჭამო და არ ვიმოძრაო საერთოდ? აი აქ შემოდის ახლა მათემატიკაზე როცა დავდივართ განსხვავება და აი აქ ამ მოცემულობით რომ მეტი იმოძრავი და ნაკლები ჭამე მარტივია. აქ მთავრდება კომპეტენცია უმრავლესობა ადამიანის, ვინც ამ სფეროშია და ან მათ შორის საუბედუროდ რჩევასა და სხვას. იმიტომ რეალურად ეს ბალანსის კონცეფცია მნიშვნელოვანია და უკვე გვესმის. თავარი კითხვა რაც ჩდება ყოველდღიურობაში როგორ განსაზღვრო და როგორ ვაკონტროლო ის ფაქტორები, რამდენ შევჭამ და დავლევ და როგორ ვივარაუდო, რამდენი ენერგია გავეცი. სწორად აღნიშნე ეს ნაწილი, რომ მიღებული ენერგიის კალორიებს საზღვრავ, რასაც ვუყურებ, ეგ არის, იმიტომ რეალურად იცით შემიძლია შევისო ენერგია ეგ არის ჭამა და სმით. წყალი მათ შორის, როცა ენერგიის მიღების პროცესში ყველა წერტილში ჩართულია, წყალი არ მაძლევს კალორიებს, ანუ ერთადერთი გზა რომ მივიღო ენერგია არის ვჭამო და ვსვა. და ვსვა ეგეც კალორიების შემცველი სითხე. ამიტომ უფრო მარტივად მიჩნდება განსაზღვრება, როდის ვჭამე მეტი და დავლიე მეტი, როდის ვჭამე ნაკლები და დავლიე ნაკლები. ანუ ამ ნაწილში გეთანხმები, რომ მიღებული ენერგიის დონეს უფრო მარტივად აღვქვა ხოლმე და აი რაც ხდება ენერგიის გაცემის ნაწილში, ანუ რამდენ კალორიას ვწვავ დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი ხდება დაფარულად. მე რა შემოდის მეტი მითი, რომ ჩემი ცხიმი ძილში უფრო მეტად იწვის. გაიგია ალბათ ეგეთ წერტილი. ანუ რეალურად რამდენ ენერგიას გავცემ არის უფრო დაფარული პროცესი, რომელიც მუდმივად 24 საათის განმავლობაში ჩემს ორგანიზმში მიმდინარეობს. ეს შედგება რამდენიმე ფაქტორისგან, ერთი ეს არის ჩემი ბაზალური მეტაბოლიზმის დონე, მეორე ეს არის კვების თერმული ეფექტი, არის ფიზიკური აქტივობის დროს ახარჯული ენერგია და მათ შორის ისეთი აქტივობები, რომელსაც ფიზიკურ ვარჯიშად არ ჩავთვლიდით, მაგრამ ყოველდღიურობა, ახლა მაგალითად ფეხს რო ვერ ვაჩერებ და წყლის მოსტანად რო გავიქეცი, ბავშვს რო ვეთამაშე, ჭურჭელი დავრეცხე. ანუ ეხა ეს რატომ გითხარი? იმიტომ რეალურად მასში როცა ეს მათემატიკა გასაგებია, გავიგეთ და მარტივია, მათემატიკის მიღმა რა ფაქტორები განაპირობებს, რამდენს შევჭამ და დავლებ და რა ფაქტორები განაპირობებს იმას თუ რამდენს ვხარჯავ, აქ ჩადის ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერება კონტროლის ნაწილში. თუ სწორად გავიგე შენი კითხვა. შენი კითხვა იყო როგორ მქონდეს განცდა თვლის გარეშე, რამდენს ვჭამ, რამდენს ვსვამ და ეგ მიესადაგება თუ არა, რამდენ ენერგიას გავცემ. კი, ოღონდ ნახე ხელშესახები რო იყოს ადამიანისთვის პირობითად მე თუ ავდგები და ვივლი 1 საათი დაახლოებით 1 საათში შეიძლება რაღაც რაოდენობის კალორია დავწვე თუ არ ვიცი პირობითად 5 კმ/სთ დავდივარ ან 10 კმ/სთ დავდივარ და ასე შემდეგ. სხვა ტიპის მოძრაობაში ან თუ პირობითად წავალ და რაღაც ძალის მიერ ვარჯიშებს გავაკეთებ, მაგ დროს შეიძლება რაღაც განსხვავებული რაოდენობის კალორია დავწვა. ანუ კალორიებს მე საკმარისად ვწვავ თუ არა, პირველ რიგში მჭირდება იმისთვის, რომ ბალანსის მიღმა ფსიქოლოგიურად შვიდად ვიყო, რომ ვიცოდე, რომ ბალანსის ჩარჩოებში ვზივარ. და ეგ რაღაც რო განსაზღვროს მომხმარებელმა ამისთვის ერთი რო აღწერაში მოგაწოდებთ რაღაც ჩარტივით, ცხრილივით, სადაც დაახლოებით წარმოდგენა გექნებათ უბრალოდ რომ ანუ დღის მანძილზე თუ იმოძრავ პირობითად 1 საათი ნელი სიარულით დაახლოებით ამდენს გაივლი ან ასე შემდეგ დაახლოებით წარმოდგენა გექნება რამდენს დაწვავ. ამას გულისხმობ რეალურად, იმიტომ რომ ადამიანი როგორ ჩემთვისაც ძალიან უცხო იყო მე ტიპი 1 დიაბეტი მაქვს, ინსულინ დამოკიდებული ვარ და მჭირდება ყველა თუ რამე ინსულინი შემოდის ქვეყანაში. მაგრამ ანუ მთავარი ამცანა რა არის, რომ როდესაც დავიწყე ამ ყველაფრის რეგულირება სიარულმა გარდა იმისა, რომ კალორიულ დეფიციტში კარგად გადამიყვანა და ენერგია მომცა და ცხოვრების სტილი შემიცვალა და ინსულინის ამბავი დამირეგულირდა და გლუკოზა სისხლში კარგად გქონდა,
ანუ ბევრი განსხვავებული პერსპექტივიდან დამამშვიდა. უბრალოდ წარმოდგენა არ მქონდა რატომ ამშვიდა და უბრალოდ არაადეკვატური ნაბიჯი იყო, რომ დილის 5 საათზე ვდგები, მივდივარ და 3 საათით დავდივარ ლისზე. მაგრამ ყველას არ შეუძლია რომ 3 საათი აროს დილის 5 საათზე ლისზე. ამიტომ რა უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს, რომელიც თან ტანჯველი არ იქნება და რაღაცა წინ გადგმულ ნაბიჯი იქნება. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ვერ შეძლოს ადამიანმა ერთი რომ კალორიული ბალანსი დაიცვას იმ ნაწილში, რომ მეტი საკვები არ მიიღოს და ჭამოს მაშინ როცა შეა. ეს ერთი პრობლემა იქნება ცალკე და მეორე პრობლემა იქნება რომ ეხლა კიდე ის აქტივობები უნდა ვაკეთო, რომელიც კეთებაც აქამდე არ მიყვარდა, თორემ რომ ყვარებოდა გავაკეთებდი. და რა არის ესეთი რაღაცა, რომელიც ემოციურად დიდი წნეხი არ იქნება მისთვის და შეძლობს რომ რაღაცა გაცუროს რა ამ დინებაში. კაი, ჯერმან ალბათ პირველი მთავარი კითხვა არის რა არის ჩემი მიზანი. თუ ჩემი მიზანია ემოციური სიმშვიდე მქონდეს ჩემი გადადგმული ნაბიჯებით და მეორე კითხვა მოდის რომელი ნაბიჯებია ისეთი, რომელიც ყველაზე მინიმალურად დამხარჯავს როგორც ძალისმიერად ისევე მენტალურად და ამასობაში ყველაზე დიდ ეფექტს და სარგებელს მომცემს. სწორად მიხვდით ამ განაცემას. მით უმეტეს ახლა ახალი წლები მოდის. შესაბამისად, დრო არ გვექნება კიდევ უფრო მეტად არავის, კიდევ უფრო მეტი საჭმელი შემოვა ჩემს პირის ზღურში და ჩემს ორგანიზმში და კიდევ უფრო ნაკლებად მენდომება ახალი წლის გათნებულ ღამის შემდგომ მოძრაობაზე ვიფიქრო. მით უმეტეს ისეთი ფიზიკურ აქტივობაზე, რომელიც არის დარბაზი, ოფლისღვრა, დავიმსახურე ახალი წელია. გადავაგორებ და მერე დავიწყებ. აი ეს ყველაფერი ერთად დაგროვდება, რომელიც როგორც წესი აისახება ხოლმე არასასურველ ძვრებში სადღესასწაულო პერიოდის მერე საიდანაც მიწყავს დაწყება ჩემი ახალი გზის ისევ ახალი ორშაბათიდან არ ვიცი ახალი წლის აღქმა დავდე, დავიფიცე, ჩელენჯი ჩავები, რაღაც გავაკეთე. ეხლა რეალურად მან ემოციური სიმშვიდისთვის თავარი წერტილი არის ვიცოდეთ რომ ჩემი გაცემული ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი რომელიც ჩემ კონტროლის ქვეშ არის, მაშინ როცა ეს არ არის ჩემი ბაზალური მეტაბოლური რიტმი, მაგალითისთვის თუ დღის განმავლობაში ხარჯავ 2000 კალორიას, აქედან დაახლოებით 65-70% 1400 კალორია იხარჯება ბაზალურ მეტაბოლიზმის დონეზე. ანუ ისეთ აქტივობებზე, რომელიც შენ არ გექვემდებარება. ეს არის აქტივობა, რომელიც ცოცხლად გამყოფებს. სასიცოცხლო ფუნქციებისთვის შენ არ შუნება წარმოიდგინე მთელი დღე რო იჯდე. რამდენ კალორიასაც დახარჯავდი, იქ არის შენი გაცემული კალორიების 70%. 2000-დან დაახლოებით 1400 კალორია. მაშინ როცა პირველი აზრი გამიჩნდებოდა, რომ თუ 1400 კალორია არის ეს ბაზალური მეტაბოლური რიტმი, იქნებ მან შევცვალო რაღაცა. ავაჩქარო ჩემი ეს მოსონების მეტაბოლიზმი ან პირიქით მოდიფიცირება გავუკეთო. თუმცა ყველაზე ხელუხლებელი ფაქტორი არის რომ ცხოვრობ და რამდენსაც ხარჯავ, ისე ცხოვრობ და მაგდენს ხარჯავ. მაგას ვერ ვეხები. ამიტომ შემდგომი კითხვაა, რომელია ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელიც ჩემ ქმედებას ექვემდებარება ცვლების ნაწილში. ეს არის უკვე ფიზიკური აქტივობისთან დახარჯული ენერგია. ეს არის დაახლოებით 15 ან 30% გაცემული კალორიების. ოღონდ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ფიზიკური აქტივობა როცა მახსენდება, პირველი მახსენდება ოფლისღვრა, ტკივილი და შტანგების გადაღუნვა. მაშინ როცა ეს მნიშვნელოვანია და ფიზიკურ აქტივობას ძალისმიერს უამრავი ბენეფიტი და სარგებელი აქვს ჩემი ჯანმრთელობისთვის, კარდიოვასკულარული სისტემისთვის, კუნთური მასისთვის, როცა საქმე მიდგება ხოლმე კალორიების მენეჯმენტს თავარი წამყვანი არ არის. ყველა კვლევა მეუბნება რომ და უმეტესობა ადამიანს სმენია მწონის კლება 80% სამზარეულოში ხდება და 20% დარბაზშიო. მაგას ხარვეზები აქვს, მაგ მსჯელობას, მაგრამ სწორია იმ ნაწილში რომ თუ ჩემი თავარი მიზანი ენერგეტიკული ბალანსია, ვარჯიშზე ვერ ვარ მხოლოდ დაყრდნობილი. რატომ? იმიტომ რომ მოითხოვს დროს ზოგჯერ ფინანსურ, ზოგჯერ ადამიანურ რესურსს, რის გამოც ეს ყველაფერი შეუძლებელი ხდება ჩემთვის ან კვირაში მხოლოდ 3 ჯერ შემიძლია. ეხლა კითხვა ისმის, მაგ ისეთი ენერგიის დანახარჯი, რაც ყოველდღე ხდება? პასუხია მაგ. ეს არის ის შუალედი, სადაც არც წევარ და მძინავს და არც დარბაზში არ ვარ. ყველაფერი შუაში, რაც არის კიბეების გამოყენება ლიფტის ნაცვლად, ფეხით სიარული, ბავშვთან თამაში, სახლის დალაგება, ჭურჭლის დარეცხვა, ფეხის ბაკუნი, ხელის არ გაჩერება, ადგომა, დაჯდომა, გავლა, გამოვლა, ყველა ისეთი აქტივობა, რომელიც არც მოსვენებაა და ამასობაში არც სტრუქტურიზებული ფიზიკური ვარჯიში. ამას ვეძახით ჩვენ NEETs, ანუ არასავარჯიშო აქტივობის თერმოგენეზს. ახლა გათიშავს ვიღაცა ამდენ იმას თუ ვიტყვი. ეს არის ყველა ის ენერგია და კალორია, რაც გეხარჯება ისეთ აქტივობებში, რომელიც ფიქრობ არ გეხარჯება. და შენი აზრით, რამდენი კალორია შეგიძლია დაწვა დღის განმავლობაში ესეთი არასავარჯიშო აქტივობებით? ალბათ 800. იდეალური რიცხვია. საშუალოდ.
თუ ნაკლებს იმოძრავებ, ნაკლებს, თუ მეც იმოძრავებ, მეც დაწოვა 800 კალორია საკმარისზე მეტია, როცა კალორიულ დეფიციტში ვექცევი, ან საკმარისზე მეტია იმ გულის სიმშვიდისთვის, შენაც მითხარი, რომ დღეს დარბაზში ვერ წავედი, მაგრამ სადაც შემეძლო ყველგან მიმოძრავე. უпроსტა შევედი კაბინეტში დაჯექი უმთხე არ ვჯდები, ფეხზე დამდგარი გაგესაუბრები. კიბეები გამოვიყენე, გავიარ გამოვიარე, ბავშვი თამაში უფრო მიხარო და ჭურჭელი დავრეცხე. ეს ყველაფერი ერთად შეიკრიბა დღის განმავლობაში მომცა 500 კალორიის დამატებითი ფანჯარა და უკვე გული მშვიდად მაქვს. და აი ეს ფის ფანჯარა ეხა რომელსაც შეგვიძლია კი არ მოვეჭიდოთ ხავსივით, ჩამოვეკიდოთ. იმიტომ რომ ახალ წელს როცა არ მექნება დრო, ძალა, ენერგია, ნებისყოფა და მეტი საჭმელი დაიწყებს შემოდინებას, 500 კალორიის ფანჯარა დავიცვა იმით რომ და ეხლა დიას ახალწელს ისედაც მოუწევთ საყიდლებზე წასვლა, ამ საჭმელს მომზადება არ უნდა, რომ შენ როჭამ კარგია, მაგრამ ეგ მომზადა ვიღაცამ. დამატებით ფიზიკური აქტივობა და ერთი ფაქტორი, რომელიც იქნება უძილობა, რამენერად ვებრძოლოთ მეორე დღეს, არ ვიცი, მზესთან შეხება გქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ გრილა, ან პირიქით, კარგი ეგ მაინც გამოგაფხიზლებს. აი ესეთ ფიზიკურ აქტივობებს, რომელსაც მე არ ვთვლი საერთოდ არაფერში, გინდ მიმოძრავია, გინდა მიმოძრავია, აი მანდარი ყველაზე დიდი შეცდომა. ანუ არასავარჯიშო აქტივობებით დახარჯული ენერგია არის პირველი ყველაზე ნაკლებად გამოყენებადი ისეთი ხელსაწყო, რომელიც ყველას აქვს, მაგრამ არ იცის რომ აქვს. ან იცის, მაგრამ არ იცის როგორ გამოიყენოს. როგორ გამოიყენოს ამისთვის ასევე პატარა ჩარტი დახვდება, რა არის ეს არასავარჯიშო ფიზიკური აქტივობები, სადაც ძალიან დიდი ოდენობის კალორია შეუძლია დეფიციტში წაიყვანოს. ან კიდევ ერთხელ როგორც ჩვენ თქვი, გული კონდეს მშვიდად იმისთვის, რომ რაღაცებს რო არასწორ ნაბიჯებს გააკეთებს, ის დააბალანსებს მაგ ყოველდღიურ მოსამლობას. გარდა იმისა, რომ შეიძლება არ იცოდეს, მგონია რომ ეგ ალბათ იშვიათ შემთხვევა იქნება, მგონია რომ ყველამ უნდა იცოდეს ის, რომ არ ვიცი 10 წუთი ფეხით რო გაივლიან კიბებით რო ისარგებლოთ, ანუ მინიმუმ სადღაც გაუგია. ანუ რეალურად მგონია რომ ადამიანებს, რომლებიც გვიყურებენ ან არ გვიყურებენ და აქვთ წონის პრობლემა კლების ნაწილში, მსგავსი საკითხები იციან, მაგრამ მაინც არ აკეთებენ. და ეგ უკვე არჩევანი მგონია და მან რას ფიქრობ, რა არის გამოსავალი? იმიტომ რომ ჩემი პირადი განცდა, იმიტომ რომ არ ვიცი, მეც გაგონილი მქონდა რომ რეალურად კარგი იყო, მაგრამ არ ვაკეთებდი. მაგრამ კონკრეტული საშიში ფაქტის წინაშე რო დავდექი და საშიში მომაკვდინებელი არ იყო, მაგრამ ის რომ გლუკოზა უკონტროლო იყო სისხლში, მინდოდა რომ ეგ მეკონტროლებინ, ანუ პრევენციული ღონისძიება კი არ ჩავატარე და მანამდე კი არ დავიწყე სიაული, ანუ აი რო გადავიდა უკიდურეს შემთხვევაში, მერე გადავდგი იძულებით ეგ ნაბიჯი. და მერე კი ჩავდექი და შევინარჩუნე ეგ ამბავი, მაგრამ ანუ მაინც არჩევანი მგონია, მეც ვიცოდი, მაგრამ არ ვაკეთებდი. ხო და მან რას ფიქრობ? მან ფიქრობ იმას, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის პრიორიტეტებზე. ანუ ინფორმაციულ ქაოსში, ჩემს თავში რომ შემოდის დღეში 1000 ინფორმაცია, 1000 წინადადება, რომელიც ჯანსაღობას ეხება, მით უმეტეს თუ პროაქტიულად სერჩავ, ვუყურებ ინფლუენსერებს, ინსტაგრამზე ყოველთვის ეს მივარდება. 1000 განსხვავებული იდეა თუ შემოვიდა ჩემთან თავში, ეხლა მან კითხვა ისმის, მაგ 1000 იდეიდან რამდენი პროცენტი იყო ეხლა რაც ვილაპარაკე, არასავარჯიშო ფიზიკური აქტივობის თერმოგენეზი და მნიშვნელობა, რომ დღის განმავლობაში შეიძლება არც დრო გქონდეს ვარჯიშისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კალორიების მენეჯმენტში თურმე სხვა რამეს აბალანსებს. ის ფაქტი, რომ ჩემი მეტაბოლიზმის დონე არის სტატიკური და ვერ ვეხები, აი ესეთი ინფორმაცია შეხვდა 5 წინადადება, რომელიც ყველასთან ახლოს იყო და 80 რამდენი დარჩა 9995 წინადადება შეხვდა 800 კალორიენ დიეტებზე, მარათონი ახალ წლამდე, გაწმენდის დღე, რა ქვია, შეკრულობის მოშორება, დეტოქს ჩაი, ეს შეგვხვდა 9000. აქ უკვე შენი პრიორიტეტები იქითკენ გადადის აზრები, რა ინფორმაცია შემოვიდა უდიდესი წილი. შესაბამისად ის ფაქტი, რომ 5 ვიდეოს ისტორია დაახლოებით გავდა ეხლა რაც მოგიყევი მაგას, მით უმეტეს თუ ჩვენი აკადემიის ბავშვების ვიდეო შეხვდა, პროცენტული წილი მაინც დაბალია. შესაბამისად 1000 ინფორმაციიდან 99% რა ინფორმაცია შემოდის, მაგეთკენ მიმიძღვის გული და გონება, რომ ის დავა პრიორიტეტო. შეიძლება არც გამახსენდეს საერთოდ ეს კონცეფცია, მანამ სამივე არ მტყვის რომ მნიშვნელოვანია და მერე მან შემოდის მეორე ფაქტორი. მნიშვნელოვანია იმიტომ რომ რა უნდა გავაკეთო, ყველა მეტყვის, მაგრამ რატომ უნდა გავაკეთო? აბა აქ უკვე პაუზდებით, იმიტომ რომ საკმარისად ღრმა არ გვაქვს ინფორმაცია. და რა არის არასავარჯიშო ფიზიკური აქტივობა და რატომ? იმიტომ რომ 800 კალორიის დამატებით დეფიციტი შეგიძლია მოექცეო,
უკვე უმრავლესობა მიცის რომ 800 კალორია არის ერთი სავსე ბურგერი, 800 კალორიის დეფიციტში თუ არიან, იციან რომ დღის განმავლობაში ყოველდღიურად კვირის ბოლოს სასურველი შედეგი აქვს და მერე ინარჩუნებენ ამ შედეგს. აი როცა ამ რატომს დააკავშირებ ერთმანეთს და ვინმე გეტყვის რომ ეს არის პრიორიტეტი, მაგ დროს ვაპრიორიტეტებ მეც. იმიტომ რომ რეალურად რატომ ხო მე რომელსაც ჯანსაღყვებასთან დაკავშირებით მხოლოდ ჩემი საკუთარი გამოცდილება მაქვს, პირველივე შეხედვით გავფილტრო მიღებული ინფორმაცია. მით უმეტეს როცა 99% არაადეკვატურია. ანუ მან მერე შემოდის ჩემი გამოცდილება და ტკივილები და ადამიანები, ვინც უმრავლესობა ჩვენამდე მოდის თავისი პრობლემის გამოსასწორებლად, ჩვენამდე იმიტომ კი არ მოდის, რომ ჩვენ კარგი სამუშაო გავატარეთ ჩვენი სოციალური მედიით ცნობიერების ამაღლების ნაწილში. სამწუხაროდ, ჯერ მაგ წერტილში არ ვართ. მოდიან იმიტომ, რომ 1000 ცუდი მტკივნეული გამოცდილება დაუგროვდათ და უკვე იცის, რაზე არ უნდა გააკეთოს აქცენტი. მაგრამ აი, რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, მიუხედავად იმისა, რომ სადმე მსმენია და სადმე გამიგია, ვერ ექვემდებარება ჩემ ნაბიჯებს, იმიტომ რომ ამასობაში ცხოვრებაა და 1000 განსხვავებული ფაქტორი მაქვს სამენეჯმენტო ჩემ ჯანსაღყვებასთან ერთად. შესაბამისად, წერტილი, სადაც მეუბნები, რომ ეს ადამიანის არჩევანია და ადამიანის არჩევანს მიყავს პრობლემამდე, ამაში მოყვები, მაგრამ არც ერთ ვიდეოში არ გეტყვი, რომ ამაზე არ გავამხვილებ ყურადღებას. იმიტომ არ გავამხვილებ ყურადღებას, რომ ეს ადამიანს ისედაც ესმის. მართალია, მაგრამ ამასობაში ყველა ადამიანი, ვინც ჯანსაღი ყვების ან ფიტნეს ინდუსტრიაშია, ან მათ შორის ექიმები, ჩართულები ვართ გადავიტანოთ დანაშაულის გრძნობა ადამიანზე, იმიტომ რომ იმაზრით, რომ რაც უფრო მეტად ვაგრძნობინებ დანაშაულის შეგრძნებას, უფრო მეტი სტიმული იქნება შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. და არ არის ეგრე. მაგ წერტილში ყოფილ ვარ, სადაც მეტი დანაშაულის გრძნობა პირიქით მეტ არაადეკვატურ ყვების გადაწყვეტილებას იწვევს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ჩემ ხელშია შეცვლის სადავეები, 99% შემთხვევაში ჩემ ხელშია და უნდა დავიწყო პროაქტიულად ცვალებადობა ჩემი ნაბიჯების, მაგრამ ის მესიჯი, რომ შენი არჩევანია მიღებული შედეგი, ამ მესიჯის გავრცელებას არ ავერჩევ არც შემთხვევაში, იმიტომ რომ ვიცი, რამდენად უბესოგენურ გარემოში ვცხოვრობთ. იმიტომ რომ ვიცი, რომ ადამიანს, რომელსაც ყოველდღის განმავლობაში 1000 გადაწყვეტილება აქვს მისაღები და მათ შორის 200 არის ჯანსაღყვების ნაწილში, შეიძლება ფეხი გადაუწდეს. ოღონდ მე კითხვა ისმის, რამდენჯერ ხშირად გადამიცდა ფეხი კალორიების მენეჯმენტში, რომ ეს შედეგი მივიღე. მაგრამ ამასობაში ის უნდა ვიცოდეთ და ვიცით, რომ არის ბევრი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც მიადვილებს წონის მატებას. ექსკლუზიურად გამომწვევი არ არის, მაგრამ გარემოს მიქმნის. ამასობაში ჩემი ორგანიზმის შიდა გარემოს დაემატება ჩემი გარე საკომუნიკაციო გარემო, ოჯახი, დღესასწაულები, კულტურა, სამუშაო გარემო და ეს ყველაფერი ერთად მაგდებს წერტილში, სადაც ჩემთვის უფრო რთულად გადასადგმელი ნაბიჯია შემდგომი ვიდრე სხვისთვის. და ამიტომ მე უფრო მიჭირს, ვიდრე შენ უფრო გიჭირს და მე უფრო მარტივად შემიძლია, ვიდრე შენ უფრო მარტივად შეგიძლია, საუბარი არც არ მიგვიყვანს. ადამიანმა, ვისაც წონის პრობლემა აქვს, ან ცდილობს ჯანსაღყვებას, უნდა იცოდეს, რომ სადაც მუშაობს და სადაც ბრძოლობს, ის გარემო მისკენ არ არის ორიენტირებული ჯანსაღი ყვების კუთხით, ულტრაპროცესირებული საკვები, ემოციები, დროის ნაკლებობა, ძილის ნაკლებობა, ყველაფერი მისკენ არ არის მიმართული. და ამასობაში უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად ამისა, აუცილებლად იარსებებს სწორი შემდგომი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ყველა შეუძლია. და ეგ ხდება უმრავლესობა ადამიანების. იმიტომ რომ იცის 5 ძირითადი წერტილი, მივედი პროფესიონალთან, მითხრა რომ უნდა ამოვიღო ცომი, უნდა შევზღუდო ღამე დაწოლის წინ დიდი საკვები, ამასობაში კალორიულ დეფიციტში უნდა დავრჩე და ვარჯიში დავიწყო. დამთავრდა. მორჩა შენი პასუხისმგებლობა, მორჩა შენი და დაიწყე ყველაფერი. მაშინ როცა რეალურად თავარი კითხვა, რომელი არის შემდგომი ყველაზე სწორი ნაბიჯი ადამიანისთვის? როგორი ნაბიჯი შენ რას თქვი? ისეთი, რომელიც მარტივია, ამასობაში შესრულებადია და ამასობაში გულის სიმშვიდეს მიცემს ადამიანს და არა დამატების სტრესის ფაქტორს. გავიგე. კაი, საბოლოოდ ხო იმ წერტილამდე მივდივართ, რომ ეს ყველაფერი არის ემოციური ნაბიჯი. ანუ მაგალითად მე რო ჭარბი წონა მაქვს, ხშირ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეგ არის ემოციური ნაბიჯების ერთობლება, რომელიც წლების მანძილზე გაგრძელდა. ანუ შეიძლება იყოს რაღაც ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომელმაც გამოიწვიოს, გინდა თუ არ გინდა შენი ჭარბწონიანობა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანები რაღაცა ემოციურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომ უფრო მეტი კალორია უნდა მივიღოთ, ან უფრო ნაკლები უნდა დავხარჯოთ ამასთან ერთად. და მე შედეგად დროის განგრძობით რეჟიმში რაღაცა წონას ვიმატებთ. პირველ ნაწილში ამოცემულობაში თუ მომყვები და ამის მიხედვით დაგისვა მე კითხვას. მაგ მოცემულობაში მოყვები, მაშინ როცა ერთ-ერთი მოთამაშეა ემოციური ფაქტორი.
ანუ გადაწყვეტილება რომ მე ეხლა ჩემი გეგმის სამებრ კი არ ვჭამო, არამედ გადაუხვიო, ანუ მეტი მივიღო, არის ზოგჯერ ემოციური ფაქტორი, ზოგჯერ ფიზიოლოგიური ფაქტორი და ხშირად ორივე ერთად. ეხლა მარტივი მაგალითით რას გულისხმობ? მე თუ ეხლა წინ მინდევს საკვები, რომელიც ვიცი რომ სიამოვნებას მომცემს და ამასობაში ვიცი რომ ჩემ გეგმებს არ მიესადაგება. მეტ კალორიას მომცემს, მეტი ნაჯერი ცხიმები აქვს, ტრანსხმების წყაროა, ბევრი შაქარი აქვს, მაგრამ წინ მინდევს და მივირთვი. ეს თუ გავაკეთე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ კონკრეტულ ემოციებს ჩამიხშობდა, მოწყენილი ვიყავი, უკეთ მინდოდა თავის გრძნობა და მომენტალურ დოფამინის წყაროს მივმართე და ამასობაში ვიღაცამ გამაბრაზა წინაღამეს და ის იყო ჩემი ჯილდო, ან პირიქით, კარგად მოვიქეცი დღის ბოლოს სამსახურიდან სახლში მივედი, ბავშვები დაუბინავე და ეხლა ეს არის ჩემი ჯილდო, არ ვიცი, 1 კილოგრამი მზეს უმზირა საღამოს ძილის წინ. ეს ემოციურად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მომცემს იმ შედეგებს, რომელიც ხანგრძლივ პერიოდში არასასრულ წერტილში მიმიყვანს. მაგრამ მე თუ ვარ სახლში, დღის განმავლობაში არაფერი ვჭამე, პატარა ხემსებზე გადავიარე. რეალურად ჩემი 2000 კალორიიდან 1200 კალორია ისევ დასაკმაყოფილებელი მაქვს. ამასობაში არც ცილა მიმიღია დღის განმავლობაში, არც ბოჭკო და არც ჯანსაღი ცხიმები და მშია. ეხლა მოდი კითხვა დავსვათ. იმიტომ მშია რომ ემოციურად მშია, თუ იმიტომ მშია რომ ფიზიოლოგიურად მშია და უმრავლესობა შემთხვევაში პასუხი არის ორივე. რეალურად როცა ადამიანთან მუშაობას იწყებ, ორივე ფაქტორი იქნება და ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ემოციების გამო არასწორ გადაწყვეტილებას და ზოგიერთი ადამიანი ფიზიოლოგიას როგორც კი გამართავს, ემოციასაც ამენეჯმენტებს. ამიტომ რეალურად პირველი მან ვერ გამოვარკვევ რომელია წამყვანი. ალბათ უფრო გამოვარკვევ თუ სწორ კითხვებს დავსვა, მაგრამ არ შემივილია ვივარაუდო ადამიანი რომელსაც ჭარბი წონა აქვს, იმიტომ აქვს ჭარბი წონა რომ ემოციური მჭამელია. გავიგე. და თუ ეგრეა და ორივე ფაქტორია, იცოდე რომ პირველი მე ვარაუდობ რომ მაშინ როცა ემოციები ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, ჯერ მოდი ფიზიოლოგიას მოუვარო, შევავსო ყველაფრით და როცა გამოვრიცხავ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზს, რის გამოც ადამიანს შეიძლება ისე შიოდეს, რომ გადაამეტოს პორციას, უკვე ემოციურ ფაქტორებზე ვიმუშაო. გავიგე. შენი პასუხიდან გამომდინარე, მაშინ ადამიანები, რომლებიც წონის კლუბას საჭიროებენ, უნდა რომ დაიკლოს წონა, არ ვიცი, რაღაცა გარკვეული მიზეზის გამო მივიდა მისთვის არასასრულ წერტილამდე. თვითონაც ხო იცის რომ რეალურად ეგ მარტივი და სწრაფი პროცესი არ არის და ეს უცებ ორ კვირაში არ მოხდა რა. მისთვის არასასრულ წერტილში მისვლა. მე ამიტომ გარკვეული მიზეზების გამო დგება მის აღქმაში საჭიროება, რომ ეხა სწრაფად უნდა დავიკლო. არ ვიცი, ანუ აგვისტო მოდის და პლაჟზე უნდა გადავიღო სურათი, რაღაცა უნდა ვქნა, ვიღაცა შეიძლება მაბულინგებს, ან მრცხვენია ჩემი სხეულის და ბევრი ესეთი ფაქტორი შემოდის. ან რეალურად შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და პოსტფაქტუმ მე იზოლებული გახდა რომ ეგ გააკეთოს. აი, ესეთ დროს ადამიანები მე გადაწყვეტილებას იღებენ, რომ შედეგი უნდა მიიღონ შარშანწინ. და იწყებენ ის ნაბიჯები, რომელიც აქად უნდა გადადგა, ის ხო ადეკვატურად ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ ადეკვატური რო ყოფილიყო, მისთვის არასასრულ მიზნამდე და წერტილამდე არ მიიყვანდა. რადგან არასასრულ წერტილში მივიდა, დავუშვათ, რომ არაადეკვატური ნაბიჯები იყო გადადგმული და ეხა იმისთვის, რომ არაადეკვატურ წერტილში ყოფნა, არასასრულ წერტილში ყოფნა გამოასწოროს და დაბრუნდეს სასრულ წერტილში, ამისთვის მის აღქმაში სწორ გადაწყვეტილებას ეძებს და ისევ არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს, რომლითაც მე იწყებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ეძებს რაღაცა 100 ლარიან მენიუს, ვიღაცა ციგნებს მიმართავენ იმისთვის, რომ ეხა დამიწერე მენიუ 100 ლარად, 200 ლარად და რაღაცა 800 კალორია, 600 კალორია და ასე შემდეგ და წონაში იკლებენ მალე ერთ თვეში პირობითად 10 კილოს ან 15 კილოს. მაგრამ მე უარე შედეგში ბრუნდებიან და მე დადიან ისევ ამ რაღაცა მანკიერ წრეზე. საბოლოო ჯამში მან ამ დროს რა ხდება? ფიზიოლოგიური ამბავი უფრო მეტად არის პრობლემა თუ ფსიქოლოგიური. და მე რო ვიყო ადამიანი, რომელსაც წონის პრობლემა მაქვს და მინდა რომ სწრაფად დავიკლო. იმიტომ რომ უბრალოდ ზღვაზე მინდა წავიდე. მაგრამ რა მომავალ წელსაც იქნება ეგ ზღვის ამინდი. რას მირჩევდი? რა არ უნდა გავაკეთო პირველ რიგში? ხა, ემოცია თუ ფიზიოლოგიური პრობლემა ალბათ უფრო იწყება ემოციური საჭიროებით, რომ სწრაფად მინდა შედეგი მივიღო, იმიტომ რომ ვეღარ ვუძლებ ემოციურად იმ მდგომარეობას, რასაც ეხლა ვარ. და ამ სწრაფად მივიღო შედეგის გამო რა ნაბიჯებიც გადაითქმება არაადეკვატური, მაგან ნამდვილად შეიძლება მიმყონოს ფიზიოლოგიურ პრობლემამდე.
სამედიცინო პრობლემამდე, ჰორმონულ დისბალანსამდე, მადის არ ვიცი, არაადეკვატურ მიმდინარეობამდე. ანუ რეალურად დიდი ალბათობით, უпростоრად რაც მინახავს პროცესში ვივარაუდებდი, რომ იწყება ემოციური საჭიროებით, რომ სწრაფად მივიღო შედეგი და მე მივდივარ ფიზიოლოგიურ პრობლემამდე. ბევრი არაადეკვატური გადაწყვეტილება, რომელიც შენახსენი, რომელიც მივიღე წელს, კიდე 4 თვის წინა წელს. საშუალოდ 3 ესეთი ციკლი აქვს, აი კარგ გამოცდილ მოდიეტეს წლის განმავლობაში, სადაც მივიღე შედეგი, დავიბრუნე შედეგი, გავიდა დრო, დავიწყე არაადეკვატური გადაწყვეტილება, დავიკელი დიდი წონა, მივიღე შედეგი, დავიბრუნე შედეგი და ესეთ ციკლში ემთხოვა ხოლმე ხან დღესასწაულს, ხან ახალ წელს, ხან ზღვის სეზონს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში თუ კითხავს ვამ მე რომ მქონდეს პრობლემა, რას მირჩევდი რა არ გავაკეთო, არის არ გააკეთო იგივე, რასაც წინა შემთხვევაში შედეგი შენთვის არ მოუტანია. და შედეგად იმ 10 კილოგრამს კი არ გულისხმობ, რომელიც ერთ კვირაში დაიკლე. შედეგი მანდ არის დავიბრუნე წონა და იგივე წრეში ვარ. და რა არ უნდა გააკეთო. გავიგე, მაგრამ ეგ რთული ამბავია. პირიქით ძალიან მარტივი ამბავია. არა, რატომ მე გეუბნები რა არ გააკეთო, გიორგი, მე გეუბნები რომ ორშაბათიდან არ დაისახო მიზნად რომ 800 კალორიიან დიეტაზე იქნები, ამასობაში კვირაში 7 დღე ვარჯიშებ, ამასობაში სასიყვარულო ურთიერთობებს გამოვასწორებ, ამასობაში ორშაბათიდან ბებიის და რო ყავდა მოსაკითხი 20 წელია რომ მოგითხავს, მაგასაც მოიკითხავ. აი ამ ბუკეტს ნუ შეკრავ მიზნების, რომელსაც აუცილებლად გადაუხვევ და მე ამ ბუკეტს გადააგდებ. და მე მეორე ორშაბათს, მეორე ახალ წელს, მეორე ზაფხულს დაელოდები. ანუ გეუბნები რომ არ დაისახო მიზანი და არ ებრძოლო 9 თავიან დრაკონს, არამედ ისეთი ერთი მიზანი დაისახე, რომელსაც იცი რომ გადალახავ და მე ამაზე აწყობ დადებით ციკლს. გავიგე. მაგნაზელში მოყვები, მაგრამ მე რო შემეძლოს მაგ ემოციის კონტროლი, რომ მე ეხა სასწრაფო დაკლება მინდა, მე იმ ფაქტის წინაშე არ დავდგებოდი, რომ სასწრაფო ყოფილიყავი დასაკლები. და რადგან ეგ არ შემიძლია, ანუ მაშინ რა უნდა ვქნა? შენ რომ მეუბნები რომ ეგ არ გააკეთო, გავიგე არ გავაკეთებ, არ დავისახავ მიზნად იმას რომ 1 თვეში დავიკლო, დავისახავ მიზნად იმას რომ 6 თვეში დავიკლო, მაგრამ როგორ, ანუ რას ვაკეთებ? იმიტომ რომ მე ხო ხელი მაინც გამირბის თან მით უმეტეს სოციალურ ქსელში, მით უმეტეს როცა ეგ პრობლემა მაქვს, ალგორითმი როგორ არის, რომ რაც მაინტერესებს და რაც მომწონს, იმას მიგდებს უფრო ხშირად. დაინახა ალგორითმა რომ დიეტა სიტყვა და ერთი თვე ერთმანეთთან რაღაცა კავშირშია, მოდის ու ესეთ კონტენტს ამოუგდებ. ამომიგდო კონტენტი, ვიღაც ტიპი გამოვა, ზოგი ტრენერია და იტყვის რომ რას ლაპარაკობ, ანუ ესე უნდა ქნა და ამდენ სიზამ, ვიღაც ტიპი გამოვა, არ ვიცი, ესე უნდა ქნა და ანუ ამას ვერ გაურბივარ. ყველა შემთხვევაში მახსენებს ვიღაც ტიპი, რომელიც შეიძლება ვფიქრობდე რომ არ არის კომპეტენტური, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან მტკივა მაინც ხელი წამიცდება. ხო და მაშინ რა უშვები, იმიტომ რომ მან ემოციურად საკუთარი თავის კონტროლს ვერ შევძლებ. ნახე, პირველ რიგში შესაძლოა არის ის, რომ ვაკავშირებ ქმედებას და შედეგს. ძალიან მნიშვნელოვანი არის წერტილი, რომ ეს შედეგი ერთ ღამეში დავიძინე, გავიღვიძე და ამ შედეგამდე მოვედი არ ხდება. ანუ რეალურად მე რაც მაკლია, რის გამოც მე ემოციურად მინდება სწრაფად მოშორება, ჩემ განცდაში სწრაფად მოვიმატე. იმიტომ რომ რეალურად ჩემი ქცევები, რომელმაც შედეგი მომიტანა, ამ ორ შორის კავშირი არ მაქვს გაბმული. მე თუ გეტყვი რომ ის ფაქტი რომ შენ მოიმატე, შენი უნების ყოფობის ბრალი კი არ არის, არამედ ისეთი არაადეკვატური კალორიული დეფიციტის ბრალია, რომელიც იმ პროგრამის დროს ჩაიდინე და ამ ორ შორის გაგიბამ ქცევასა და შედეგ შორის კავშირს, რომ ქცევა არ ვიღებ დღის განმავლობაში ცილას, საკმარის კალორიებს, ამასობაში არ მძინავს და ქცევაა ის, რომ ერთი კვირის მერე ყველაფერს ამასუწყებ ერთიან მათ შორის მაცივრის. შესაბამისად, მე ჰოპ თვალი დავიწყე პროგრამა, გავახილა თვალი და წონა მოვიმატე ისევ კი არ მაქვს. ვიცი უკვე რა ქცევები რა შედეგამდე მიმიყვანს. ამას ვხეთ ამბივალენტურობას, სადაც ვიცი რომ რაღაც მინდა და ვიძახი რომ მთელი გულით მინდა და მართლა მთელი გულით მინდა. მაგრამ იმიტომ რომ კონკრეტული ქცევები არ მაქვს დაიდენტიფიცირებული, რომელიც შედეგს მაძლევს, კავშირს ვერ ვიჭერ და იგივე ქცევას ბევრჯერ ვიმეორებ. შესაბამისად, მე თუ შენ გეტყვი, რომ შენი ემოციების საპირწონედ აი ეს ქცევა ამ შედეგს იწვევს, შემდგომში როცა ინფლუენსერი ამოგივარდება, მიხვდები რომ რასაც მთავაზობს, ის ამ ქცევას გამოიწვევს და ქცევა ამ შედეგს მომცემს. და ანუ ძალიან მარტივი მაგალითი წარმოიდგინე რომ არ ვიცი 1000 ლარი გაქვს ანგარიშთან, რომელიც გინდა დაინვესტირო. და გადახვედი ისეთ ალგორითმზე, სადაც ბევრი ტიპი ამოგივარდა და გეუბნება რომ ჩემთან ჩადე ფული, ამაზე დადე, არ ვიცი, მერაბ დვალიშვილი მოიგებს იმას. და შენ დააყევი
დადე და 10 ჯერ გაგიცუძდა და 1000 ველარი წააგე. შემდგომში როცა მაგ ვიდეოს ამოგივიგდებს, ხო, აღარ გადადგამ იგივენა ბიჭ, რატო? იმიტომ რომ გეტკინა და თან გახსოვს რომ გეტკინა და ზუსტად იცი რომ შენ რო იმას დაუჯერე, ფული დადე და წააგე. მაგრამ გამოიწვია შენი ტკივილი. უბრალოდ აქ ეს კავშირი არ გაქვს დადგენილი, იცი რომ ტკივა და ამ ტკივილის მოშორება მინდა, მაგრამ ამ ტკივილს რა ნაბიჯები იწვევს, ესენი თუ არ მაქვს დაიდენტიფიცირებული, იგივე ნაბიჯებს გადავდგომ და მე ვიტყვი კაცო, რა მოხდა და იმანაც არ იცის ეგ ყველაფერი, ვინც ამ დიეტას გთავაზობს. მანაც არ იცის. მე გიჟებივით გახართ 6 თვე გავიდა, როგორ დავიმატე უკან წონა, კაცო, რა ვიცი, როგორ მოვიმატე წონა უკან 600 კალორიაზე ვიყავი, რა ვიცი, 600 კალორიაზე თუ ვიყავი, არც უნდა მოგემატებინა. ანუ ვერც ერთი მხარე, ვერც პროფესიონალი, ვერც ადამიანი ქცევებს და შედეგს ვერ უკავშირებს ერთმანეთს და იგივე წრეზე მიდის თამაში. ეგ ისი ბრალია. რატოა ეგრე რომ პროფესიონალიც ვერ ხვდება მაგას? მაშინ პროფესიონალი არ არის? ცალსახად. ცოდნა ან და პატერნი როგორ არის? განმეორებადი ქმედების ერთობლიობის ვერ დაჭერა. ანუ ან ცოდნა არ მაქვს, რომ ვივარაუდო რომ აქ რა ხდება, ან განმეორებად ქმედებებს ვერ ვიჭერ და ვერ ვკრავ ერთიან სილუეტს და სიუჟეტს. და შეიძლება მაგრამ ძალიან იშვიათად ადამიანებსაც ცოდნა აქვს, აპრიორი უფრო მეტი აქვს აი ეს განმეორებადი ქმედებების ერთობლიობის და პატერნის დანახვის უნარი. გავიგე. ან ირჩევს რომ არ დაინახოს, იმიტომ რომ ბევრ ფულს უწერს ახალი წლის პირველ კვირაში. კაი და მე მაშინ როგორც მომხმარებელმა რა უნდა გავითვალისწინო, რა კრიტერიუმით უნდა გავსაზღვრო ტიპი პროფესიონალი არის თუ არა? ძალიან კაი კითხვაა. იმიტომ რომ ნუტრიციოლოგი ვარ. ყველას ეგაკერია ეხა თან რაღაც კურსები შემოვიდა, ნუტრიციოლოგი გახდები სერტიფიცირებული. ანუ ეგ ნაწილიც რო ახსნა სინამდვილეში რას ნიშნავს და ტიპი რო უყურებს ვიღაცის თუნდაც სერტიფიკატს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რა წერია იმ სერტიფიკატში, ან რა უნდა ეწეროს. ან კიდე არ ვიცი, იმ ადამიანის კვალიფიკაციაზე რა უნდა იმოქმედოს. კაი, პირველ რიგში დასვი კითხვა. ნახე, ეხლა მე შემიძლია ძალიან მარტივი კითხვა დავსვა, სად გაქვს განათლება მიღებული, თუმცა როგორც წესი ადამიანთან კომუნიკაციაში არა ზრდილობიანი ნაბიჯია. ჩემი როგორც მომხმარებლის მხრიდან, მე თუ მყავს ფიტნეს მცველი, რომელსაც ვენდობი და იდეალურად მავარჯიშებს, ამასობაში თუ შემომთავაზა კვების გეგმა, მე პირდაპირ უხეშად არც ვკითხავ და არც მომინდება ვკითხო, რა იცი საერთოდ კვებაზე. იმიტომ რომ ფიტნესში კარგად მავარჯიშა, თან კაი ტიპია ვუყურებ. თუმცა ის ფაქტი, რომ კვების ცოდნა და ფიტნესის ცოდნა ერთმანეთისგან გამიჯნულია, ეს თუ ვიცი, აქ უკვე შემიძლია ხო არ ვკითხავ, საიდან მიიღე სერტიფიკატი. ვალიდური კითხვა იქნებოდა, მაგრამ მომხმარებლის მხრიდან ხე შენ თუ მეკითხები როგორ გამოარკვიოს ადამიანმა, არა სწორი ნაბიჯი იქნება. მაგრამ ისე, სადმე თუ დააკვირდები მის სერტიფიკატს რა არის გამოკიდებული კედელზე, კარგი იქნება. ამასობაში კომუნიკაციის ნაწილში შეატყობ მაგას. იმიტომ რეალურად უმრავლესობა ადამიანი, ვინც რაღაცაში ფულს იხდის, ჯერ კომუნიკაციას ამყარებს მეორე ადამიანთან, ვისაც ფული უნდა ჩაუჯიბოს და მერე იხდის ფულს. ხო, ვებსაიტზე შედი დააკლიკე, იყიდე, ესე არ ხდება ხოლმე როგორც წესი დღეს საქართველოში. შესაბამისად, თუ ადამიანთან კომუნიკაციას ამყარებ, პირველი რაც უნდა დააკვირდე არის რა კითხვებს გისვამს. კითხვებს გისვამს საერთოდ? თუ მისი კითხვები შემოიფარგლება იმით, თუ აბა რა ქვია, სქესი რა გაქვს და არ ვიცი, რა გინდა 10 კილოგრამის კლება მინდა ქალი ვარ 35 წლის და всё გამზადებული აქვს კვების რაციონი. აბა აგერ ჩარიცხე და მე გამოგიჩნდება მთლიანი ფოტოები, არ ვიცი, 9 ფოტო აქვს და ერთი ფოტო გამოგიგზავნა რომ მართლა დაგარწმუნოს რომ მზადა აქვს და მე 8 ფოტოს მე გამოგიგზავნის თუ ჩაურიცხე. უკვე ეგ არის წითელი ხაზი. საკმარისი კითხვები თუ არ დაგისვა ადამიანმა, მიუხედავად მისი სერტიფიკატის ამასობაში სიმართლე რო გითხრა, კითხვები უნდა გაგიჩნდეს. მოიცემეთ მან შემოვალ სიღრმეში, იმიტომ რომ ეხა შენ რასაც ამბობ, არ მჯერა რომ ბაზარზე ეგრე იქნება, რომ უბრალოდ ადამიანს მივწერე წონის კლუბის ნაწილში დახმარება მჭირდება და იმამ კითხავა, სალამი, რა ქვია, უი გიორგი, მერე, უი ბიჭი ყოფილხარ, უი ასაკი გავიგე, ამდენი წონის კლუბა გინდა. ეგრე არ იქნება სავარაუდოდ კომუნიკაცია იქნება იქ ვიღაცები შემოყვებიან სიღრმეში, რომ რამე ხო არ გაქვს, ჯანმრთელობის პრობლემა ხო არ გაქვს, აქამდე ხო არ გიცდია რამე. ანუ, ნახე, ის იმ კითხვების გარდა რა კითხვები ჩვენ თქვი სხვა კითხვები იქნება, რომელიც არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ბევრი კითხვა დამისვა უბრალოდ ის პროფესიონალია და მან კარგი იქნებოდა რომ შენ გეთქვა შენ რა კითხვებს დასვამდი მაგ ბიზნესით რომ მოსულიყო შენთან მომხმარებელი რომ რაღაცა ჩამონათვალივით კონდეს მომხმარებელს წარმოდგენა კონდეს რომ ამ კითხვებს მისვამს თუ არა მე მან კიდე სიღრმე შემოდის რომ მაგ თითოეულ კითხვაზე პასუხი შესაბამისად ადეკვატურ კავშირს მიბრუნებს თუ არა. შემდგომი კითხვები მოდის მე რომელსაც ალბათ ვერ ჩამოთვლი, იმიტომ რომ ბევრი დაშვება იქნება, მაგრამ რაღაცა ჩონჩხივით რომ წარმოდგენა კონდეს, კარგი იქნება.
აი, პირველი ვთქვათ ის, რომ არის კითხვები, რომელიც არის ძალიან ცალსახად დასასმელი. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ არ გაქვს, რა ასაკი გაქვს, რა სიმაღლე გაქვს, რა გინდა. ეს არის ძალიან ცალსახა კითხვები, რომელსაც დილაბათობით ყველას ვამს. თუ კიდე არ სვამს არავინ, ალბათ არც ეყიდება თავის პროდუქტი, მაგრამ სწორი კითხვები და ცალსახა კითხვებია. არის ესეთი კითხვები, რომლებიც უკვე არის პროცესზე ორიენტირებული. პროცესზე ორიენტირებულ კითხვებს გარანტიას მოგცემ, რომ არ სვამს არავინ. უმრავლესობა შემთხვევაში 99.9%. უკვე პროცესზე ორიენტირებული კითხვები არის, სადაც ცდილობს ადამიანი წარმოიდგინოს თავისი გამოცდილება, რაც დააგროვა, ამასობაში მეცნიერება, რომელიც იდეალურ შემთხვევაში იცის და ამასობაში ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებები ერთად გაერთიანოს. ეხლა გეტყვი რა ხდება ყველაზე დამწყებ ადამიანთან, რომელმაც თითქმის არანაირი კომპეტენცია არ აქვს, სხვას რამე ურჩიოს. ეს არის პირველი წერტილი, ჩემი გამოცდილება. მე შემომხედე აბა ტანზე. მე თუ დავიკელი და მქონა გამოცდილება, შენც აუცილებლად მიიღებ ამ გამოცდილებას. ამ ადამიანს ხშირად ის კითხვებიც არ აქვს, რაც ცალსახა კითხვებია. რავი, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა გაწუხებს, შეიძლება არ წაგისვას, იმიტომ რომ არც კონდეს ცოდნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია წონის კლუბისთვის. მეორე ნაწილი უკვე შემდგომი ადამიანების არიან ადამიანები, ვინც ცოდნასაც იძენენ საკუთარ გამოცდილებასთან ერთად. ეს ერთ შეხედვით იდეალური კომბინაცია და უკვე დავიბანე ხელები მზად ვარ გასასვლელად და რჩევების გასაცემად, მაგრამ მე თუ არ ვიცი მესამე წერტილი ინდივიდუალური საჭიროებები და ეს არ შევავსე, ჩემი ცოდნა და ჩემი გამოცდილება იქნება ერთ სიფრთხეზე. შენი საჭიროებები აქეთ. ანუ რეალურად იდეალურ შემთხვევაში პროცესზე ორიენტირებული კითხვები, გარდა იმისა, რა არის შენი ფიზიკური მონაცემები, რამდენჯერ ჭამ დღის განმავლობაში და როგორ ვარჯიშობ, ამის მიღმა პროცესზე ორიენტირებული მიზანი არის ხელი რაზე მიგიწვდება საკოოპერაციონიდან. დღის განმავლობაში რამდენჯერ კვებაა შენთვის ყველაზე კომფორტული. ამასობაში რა არის ის პროდუქტები, რომლებიც გიყვარს, ან საერთოდ არ გინდა რომ არასდროს გაეკარო. ამასობაში როგორ გძინავს? ამასობაში ჩვენი მიზანი, რომელსაც ვისახავთ, რა არის ჯერ და რატომ მაქვს ეგ მიზანი? იქნებ მაგ შედეგის მიღწევა სხვა გზითაც შემიძლია, მაგალითად არ იყოს საჭირო 20 კილოგრამის დაკლება, არამედ იყოს დაკლება 10 კილოგრამის საჭირო და 2 კილოგრამი კუნთური მასის მატება საჭირო. შესაბამისად, კითხვები, რომლებიც პროცესია ორიენტირებული, ეს უნდა მქონდეს შეკლის, რომ ჯერ გამიცნოს რა მინდა და რა დაბრკოლებები მაქვს, ამასობაში რატომ მინდა ამ მიზნის მიღწევა? იქნებ სხვა გზა, არ ვიცი, ვარჯიში მჭირდება დავიწყო და არა წონის კლება. ამასობაში პროცესზე იყოს ორიენტირებული, ჩემთვის და თუ სადმე შევამჩნიე, რომ ყველაზე დიდი წითელი წერტილი. სადმე შევამჩნიე, რომ არ ვიცი, მას აქვს ყვების გეგმა 800 კალორიანში ჩამოწერილი, რომელსაც ყველა ადამიანს უმეტესობა შემთხვევაში გაუგზავნის და ამასობაში მე რო ვთხარ, რომ ავოკადოს ვერ ვიტან, ანუ ვერ ვყიდულობ, ავოკადო მიწერია საუზმედ, ეგ არის ალბათ თავიდანვე წითელი ხაზი კომუნიკაციის. კარგი. და კურსთან დაკავშირებით გითხარი კიდე როგორ გამოვარკვიეთქო, იმიტომ რომ დღეს რაღაცა ძალიან პოპულარული გახდა, ყველამ დაიწეროს ნუტრიციოლოგი და მან რა ხდება? მაგის რეგულაციები ქვეყანაში არ გვაქვს. შესაბამისად, ვისაც რას უნდა იმას დაიწერს თავის აკაუნტზე და პასუხს ვერ მოთხოვ, შენი პირადი განსჯის მიღმა. რა არის ნუტრიციოლოგი? რა არის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი? არ ვიცი, ეგ მითხარი რა. არ ვიცი, რა ვიცი. არ გვაქვს მაგას პასუხი. ანუ სამყაროში არ არსებობს? არა, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. იმიტომ რომ განსხვავებულ ქვეყნებში განსხვავებული როლები და პასუხისმგებლობები აქვს აღებული დიეტოლოგს, კლინიკურ ნუტრიციოლოგს, ყოველდღიურობაში რასაც ნუტრიციოლოგს ჩვენ ვძახით, გააჩნია ზოგან დიეტოლოგი უფრო ერევა კლინიკურ საქმიანობაში ნუტრიციოლოგი, ზოგან ნუტრიციოლოგი უფრო ერევა კლინიკურ საქმიანობაში დიეტოლოგი. მან ყველაზე მთავარი გამიჯვნის ფაქტორი არის რასთან მაქვს საქმე. სამედიცინო სფეროში ჩართულ ადამიანთან მაქვს, რომელიც დაავადებების მენეჯმენტში პროცესშია ჩართული, თუ ლაიფსტაილზე ორიენტირებულ სიტუაციასთან. იმიტომ რომ რეალურად რასაც ჩვენ აღქმით ვეძახით ნუტრიციოლოგს, ნუტრიციოლოგის კოუჩია, ნუტრიციონ კოუჩია, რომელსაც მაშინ დავარქვათ სახელი ნუტრიციონ კოუჩი. ნუტრიციოლოგის განსაზღვრება, რომელსაც განსხვავებული რეგალიები ან კრიტერიუმი ჭირდება, ჩვენ ქვეყანაში გამიჯნული არ გვაქვს. ამიტომ რავი, როგორ აღიქვამ შენ? შენთვის რა არის ნუტრიციოლოგი? გავიგე. ჩემთვის ნუტრიციოლოგი რა არის, ანუ მანდაც ძალიან ზოგადია, უბრალოდ ერთი red flag-ი ის არის, რომ ნუტრიციოლოგი კურსით ვერ ხდები. ოღონდ ეგ მარტო ჩვენს ქვეყანაში არა, მსოფლიოში არსებობს კურსი, რომლითაც ნუტრიციოლოგიას ისწავლი. შეიძლება საფუძვლობს წაეთამაშო, მაგრამ ნუტრიციოლოგი ვერ ხდები, იმიტომ რომ ნუტრიციოლოგის მოვალეობა არის მე ის რაღაცები, რაც შენ ჩამოთვალე, რაღაც კოუჩ სპეციალიზაციები ნუტრიციოლოგიაში. კოუჩინგი, კლინიკური, ბავშვთა, ქალთა, სპორტული და კიდე სხვა ბევრი. ნუტრიციოლოგი და ასტრონავტი ვერ ხდები კურსით.
ხო, ანუ ვერ ხვდები არ ნუტრიციოლოგი რო გახდეს მეგობრებო ადამიანი, უნდა ისწავლო ძალიან ბევრი და ღირს ძალიან ძვირი. ხო, ამიტომ კურსით ვერ გახდება და ერთი უბრალოდ მაგას მიაქციათ ყურადღება. Nutrition coach-ი შეიძლება იყოს კურსით, იმიტომ რომ რაღაცა სპეციალიზაციაში შევიდა. თავარია რომ საფუძვლები ესმოდეს მოკლედ ადამიანს კარგად და საფუძვლები თუ ესმის მინიმუმ ჯანმრთელობას არ დაგიზიანებს და უკვე იმის მერე სპეციალიზაცია რაც აქვს გაურული იმის მიხედვით უფრო კარგად შეძლებს დაგეხმაროს. ამიტომ რეალურად იკითხეთ რა სერტიფიკატი აქვს ადამიანს თუ აქვს საერთოდ ხმამაღლა არ ჩამოვთვლი რომლებს უნდა მიაქციათ ყურადღება და რომლებს არა, მაინც ყოველ შემთხვევისთვის მაგას მე სხვა ტიპის კომუნიკაციაში გაგიზიარებთ. კაი, გავიგე. მეტაბოლიზმის ამბავს რო დაუბრუნდეთ, შენ თქვი რომ ზოგი ნელ და სწრაფ მეტაბოლიზმს ეძახის, რამდენად სწრაფად გავდივარ კუჩია ნელა. ან რამდენად სწრაფად ვიკლება ნელა. სინამდვილეში ეგ რას ნიშნავს? რა ანუ ნელი მაქვს მეტაბოლიზმი რა შემთხვევაში შეიძლება რომ ნელი მეტაბოლიზმი გქონდეს? ან ზოგადად მეტაბოლიზმის სიჩქარე რა არის? ხო. რაზეა დამოკიდებული? აი ეს სიჩქარე უფრო რეალურად რაც არის დონე, ეს არის რამდენ კალორიას სწავს ჩემი ორგანიზმი დღის განმავლობაში. ანუ ჩემი მეტაბოლიზმის დონე სრული ჯამური დღის ენერგიის თანახარჯი მე მაქვს 3200. შენ გაქვს 2600. ნიშნავს რომ შენი მეტაბოლიზმი უფრო ნელია ვიდრე ჩემი მეტაბოლიზმი. თუმცა რომ შემომხედავს ადამიანი იტყვის რომ მე უფრო მასიური ვარ ვიდრე შენ. ანუ ადამიანს შეიძლება კონდეს უფრო ნელი მეტაბოლიზმი ვიდრე მეორეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მის ფიზიკურ გარეგნობას აღნიშნავს. და პირიქით, ადამიანი რომელსაც ექნება მეტად ჭარბი წონა, უფრო მეტი მეტაბოლიზმი ექნება ვიდრე მე. შესაბამისად, მეტაბოლიზმის სიჩქარე და დონე სწრაფი და ნელი ნიშნავს რამდენ კალორიას სწავს ჩემი ორგანიზმი 24 საათის განმავლობაში. გავიგე. პროპორციული განაწილება როგორ უნდა იყოს ამ კალორიების საორიენტაციოდ რომ წარმოდგენა მქონდეს? ბალანსის მეკითხები? ბალანსის ნაწილში. ბალანსის ნაწილში 3 ძირითადი მაკრონუტრიენტი მაქვს, რომელიც უნდა დავაბალანსო ამ ჩემ ბრჭყალებში 2000 კალორიაში. თუმცა ინდივიდუალური ეს კალორიული ნორმა. პირველი ნაწილი არის ნახშირწყლები, რომელიც ყველაზე მეტად დემონიზირებულია ხოლმე შაქრების ნაწილში. ნახშირწყლები უნდა მოვიღო დიეტიდან და დავიკლებ. არადა სანაცვლოდ ბალანსი ნახშირწყლების არის 45-60%, რაც ნიშნავს რომ 2000 კალორიიდან ნახევარი რომ აიღო 50%, ანუ და კალორიების 1000 კალორია უჭირავს ნახშირწყლებს. 20-30% უჭირავს ცილებს და 20-30-35% უჭირავს ცხიმებს. ეხლა კარგი კითხვა, იმიტომ რომ ადამიანს როცა 20 კალორია ესმის, ეს მისთვის არაფერს ნიშნავს. მე კითხვა, რამდენი ცილა ცხიმი და ნახშირწყალი მჭირდება დღის განმავლობაში. მაგრამ ეგეც არაფერს ნიშნავს. ეხლა რამე გაიგე, რო გითხარი 1000 კალორია ნახშირწყალი უნდა მიიღო და 350 კალორია და 400 კალორია ცილა, ეგეც არ გაძლევს სამოქმედო ნაბიჯს. შენთვის რეალურად საინტერესოა ეს ცილა ცხიმი და ნახშირწყალი საკვებ ჯგუფებში როგორ არის გადანაწილებული. ანუ რამდენი ულუფა ბოსტნეული, რამდენი ულუფა თხილეულთესლეული, რამდენი ულუფა ჯანსაღი ცხიმები, ცილა, პარკოსნები უნდა მივირთვა იმისთვის რომ შევავსო ბალანსის ნაწილში ჩემი 2000 კალორია. აი შევდივართ. იმიტომ რომ ეს უკვე სამოქმედო გზას მაძლევს. ცილაზე რამდენი თქვი? 20-30%. 2000 კალორიიდან 20% რო ავიღოთ 30% არის 600 კალორია. კი. 600 კალორია რომ მივიღო ცილით. მაგალითად ქათმით დაშვება რო გავაკეთოთ პირობით 30 გრამი ცილა არის 100 გრამ ქათამში. უხეშად მარტივად რო დავთვალოთ. გამოდის რომ რამდენი უნდა მივიღო? 1 ცილა არის 4 გრამი 4 კალორია. 1 გრამი ცილა არის 4 კალორია. დავიწყოთ ყველაზე მარტივი. 20% მაინც რომ შევისო. დაუშვათ 400. 400 გავყავი 4-ზე, მანუ 400 კალორიას მომცემს 100 გრამი ცილა. ეხლა კითხვა ესმის 100 გრამი ცილა საიდან შემიძლია შევივსო? მაგალითად, ქათამი თუ მომცემდა 100 გრამზე მზაზე კალკულაციის სიმარტივისთვის 30 გრამ ცილას, ნიშნავს რომ უნდა ვჭამო დაახლოებით 3ჯერ ეგულუფა და ცოტა დავამატო კიდე. 330 გრამი ქათმის ფილით შეივსებოდა ჩემი მთელი დღის ცილის საჭიროება. გავიგე. კაი, და ცილის მიღების პრობლემა რატო აქვს ხოლმე ადამიანებს? რატო დგება საჭიროება პრაქტიკაში რომ აი მოდი უფრო მეტი ცილა შემოვიტანოთ? და როგორც წესი ძალიან ხშირად ხდება, პირველი წერტილი ალბათ რაც უყურებთ და ვაკურდებით, რახან რაც ის დავიწყოთ, ხო? შევავსოთ ჯერ. შევსება ჭირდება ხოლმე ან ცილებს, ან ბოჭკოს, ან ცხიმს, ჯანსაღ ცხიმებს. ცილა ყოველთვის პრიორიტეტია ხოლმე შესავსებ ნაწილში და რატო?
იმიტომ რომ ბევრ ეფექტს და სარგებელს მაძლევს ცილის შევსება დანაყრების ნაწილში, კუნთის დაცვის ნაწილში, წონის ადეკვატური კლების ნაწილში. და ეხლა რატომ აკლიათ ადამიანს ცილები? ალბათ მანდ ორი ამბავია რა. ერთი, კვების ჯერადობა არ არის გამართული. დღეში თუ უჭამ ერთხელ და დანარჩენი ყველა ხემსია, ეს ხემსი ძირითადად არის ნახრწკლებით მდიდარი ხემსი, სადაც ცილის წყაროები დაბალია და დღეში ერთხელ რაშავ ჭამ, იქაც თუ ცილა არ დაო პრიორიტეტი გამოვიდა რომ საჭიროების 70% მივიღე ცილა და 1/3 კიდე ნაბიჯი კი წინმა გადასადგმელი, ანუ ხშირად ჯერადობაა პრობლემა, ან და არ ვიცი ცილის წყაროები სად უძებოდა ხორცი არ მიყვარს. და არ ვიცი თუ ქათამს არ ჭამ, შეიძლება არ ვიცოდე რომ პარკოსნები უნდა დაუპრიორიტეტო დღის განმავლობაში ან ზღვის პროდუქტი შემოვიტანო რძის პროდუქტებთან ერთად ძირითად კვებებზე. უფრო მეტად არის დაუგეგმავი კვება, რომელსაც ცილის დეფიციტი მოყვება, იმიტომ რომ ცილა ყველა კვებაში და მივიღე და შევივსე, ესე არ ხდება. ყველა კვებაში მიიღებ და შევივსებ დიდი ალბათობით ნახშირწყლების რაღაც დონეს მაინც. ცილა და ჯანსაღი ცხიმები და ბოჭკო ისეთი მაკრონუტრიენტები არ არის, სადაც ადამიანი დაუგეგმავი კვებისას აუცილებლად შეივსებდა. გავიგე, შეიძლება ცილას ვერ იღებდეს ადამიანი იმდენს რამდენიც სჭირდება. მაგრამ როცა ამბობენ ხოლმე, რომ აი ცილაზე გადი ძირითადად, მაგას აქვს თავისი რამე რისკები, იმიტომ რომ ძალიან ბევრის გამსმენია, რომ აი შენს წონასთან შედარებით კილოგრამზე 1.5 მიიღე, 2 მიიღე, 2.5 მიიღე, განსაკუთრებით ფიტნეს სფეროში მოღვაწე ადამიანები ღაღადებენ ხოლმე მსგავს რიცხვებს. მან რა რისკები ან მაგ მოცემულობაში რა არის არასწორი, ან რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, ან ნორმა რა არის ზოგადად. ხო, მეტი ცილის მიღება პირველი მესმის, იმიტომ რომ ბევრ რამეს ასწორებს მადის რეგულაციას, ასწორებს კუნთის მასის დაცვას და ყველა ფაქტორებს, რომელიც რაც არ უნდა იყოს ჩემი მიზანი ჯანსაღი კვება, წონის კლავა, წონის მატება, მეხმარება და ამასობაში ყველაზე უსაფრთხო დანამატია, რომელიც არავის არაფერს გაუფუჭებს მინიმუმ, იმიტომ რომ იმ ზღვარში ვრჩდებით, რომელიც ადეკვატურია და ვიცით კვლავებით, რომ თუ რიცხვებზე გადავალთ 2.2 გრამი კილოგრამზე ცილა არის ის ზღვარი, რასაც რეკომენდაციებში ხვდებით ხოლმე. შეიძლება ათლეტებისთვის გაიზარდოს საჭიროება. 2.2 გრამი კილოგრამზე 100 კილოგრამიანი ადამიანისთვის 220 გრამი ცილა და წეგან თუ თქვით 330 გრამი ქათმისფილე 100 გრამ ცილას დააკმაყოფილებს თქო მაგდენჯერ 2.2 წარმოიდგინე, ანუ ორჯერ მეტი უნდა მიიღო, რომელიც უმეტესობა ადამიანი მაგ ზღვარს მაინც არ გადავა. ამასობაში კვლავებით ვიცით, რომ ადამიანები ვინც მიირთმევდნენ ძალიან დიდი ოდენობით ცილას 3.2 გრამი კილოგრამზე, 4.2 გრამი კილოგრამზე ეს არის 1.5 მათაც კი არ ექნებოდა ჯანმრთელ ადამიანებს პირველი რამე ჩდება ხო მეტი ცილა, თირკმლებს დააწובה, თირკმელი გაითიშება, ღვიძლს დააწובה. არ არის ეს სწორი. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმი ცილის ადეკვატურ მიღებას და გადამუშავებას და გამოთავისუფლებას ყველაფერს ახერხებს. ამიტომ მეტი ცილა მიირთვის რისკი, სადაც არის მეტი ცილა მიირთვი და სხვა არაფერი ქნა. ანუ მოხარშული ქათმისფილო ჭამე მთელი დღე. ცილი ჩემოსო, გადამეტებულმა ცილამ კი არ მომცა აქ ნეგატივი. მომცა იმანო ნახშირწყლები ამოვიღე. აღარაფერი მანაყრებს ისე როგორც აქამდე იყო. ამასობაში ცხიმები არ მაქვს რაციონში. ანუ გადავედი დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტის სახეობაზე, რომელშიც მეტი ცილა შემომყვა. ეს არის გრძელვადიანი ემოციური კრახისთვის განწირული დიეტა. მოხარშული ქათმისფილე ამომივიდა ყელში, აღარ მინდა მაგის გაგონება და იმიტომ კი არ დამიზიანდა რამე, რომ მეტი ცილის ჭამა დავიწყე. მეტი ცილის ჭამა დავიწყე და სხვა ყველაფერი დავთმე. მათ შორის ისაკვები, რომელიც მიყვარდა, მათ შორის ბოჭკო, მათ შორის ჯანსაღი ცხიმები. ანუ მეტი ცილა მიირთვი უსაფრთხო რჩევაა და უმრავლესობა ადამიანისთვის სწორი, გააჩნია მის არსებულ კვების გრაფიკს, ეხლა რასაც მიუყვება. და თუ აქვს რაიმე რისკი აქვს ემოციური ნაწილში და არა ფიზიოლოგიურ ნაწილში, რომ თუ მე მარტო ცილა ვჭამე და სხვა არაფერი დავაპრიორიტეტე, დიდი ალბათობით მოკლობადიანი ინტერვენცია იქნება ჩემი დიეტა. გავიგე. კარგი და არის რამე მინიმალური ზღვარი, რაც რაღაცა კონკრეტული მიზნებისთვის უნდა მივიღო ცილის ნაწილში? კი, მიზნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავყვეთ მინიმალურ ზღვარს და მე ავწიოთ ჩემი საჭიროებები. მინიმალური ზღვარი უმრავლესობა ადამიანისთვის არის 0.8 გრამი კილოგრამზე. ეს ნიშნავს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რასაც თუ ჩამოვწვდი, ყველა ფუნქცია, რაშიც ცილა იღებს მონაწილეობას და ეს არის ყველაფერი, ცილა ჩემი საშენი მასალა, ორგანიზმის იმუნური ფუნქციიდან დაწყებული ტრანსპორტი, სასიცოცხლო ფუნქციები ცილაზეა დაშენებული. ისევე როგორც სხვა მაკრონუტრიენტებზე, მაგრამ ცილა ორგანიზმის საშენი მასალაა. ეს არის ალბათ მისი ერთი წინადადები თუ დავახასიათებდით ცილას. 0.8 გრამი კილოგრამზე, ანუ 100 კილოგრამი ადამიანი მინიმუმ 80 გრამ ცილას უნდა იღებდეს დღის განმავლობაში.
და თუ თქვენი წონა განსხვავებულია, თქვენი წონა გამრავლეთ 0.8-ზე და ეგ არის გრამით ცილების ჯამური ოდენობა. 1.2 არის უკვე ოპტიმალური მიღება. ადამიანი, ვინც მდგომარე ცხოვრების წესს მიუყვება, არც მიზანი აქვს წონის კლების, არც წონის მატების, ანუ 0.8-დან 1.2 გრამამდე არის სწორი შუალედი უმრავლესობა ადამიანისთვის. ამის შემდგომ მოდის ჩემი ფიზიკური აქტივობის დონე და ცილის მიღება. ანუ თუ მე ვარ ჯობ კვირაში მსუბუქად 1-დან 3 ჯერადამდე, ან ამასობაში ვარ სპორტით დაკავებული, ან ფეხით დავდივარ. იზრდება უკვე ცილის საჭიროება 1.2-დან 1.5 გრამზე. თუ ამაზე მეტად ფიზიკურად აქტიური ვარ, თუ ვარ ჯობ კვირაში 3-დან 5 ჯერზე, ამასობაში ფიზიკურად აქტიური ვარ, იზრდება საჭიროება 1.4-დან 1.5-დან 1.6-მდე, 1.7-მდე. შესაბამისად, ესე იმატებს ჩემი ცილის საჭიროება, რაც უფრო იმატებს ჩემი ფიზიკური აქტივობა, ან შემოდის მეორე ფაქტორი. თუ მე ფიზიკურად აქტიური არ ვარ და წონის კლება მინდა, ჯერთი სწორედ შევა ფიზიკურად გააქტიურდი, მაგრამ მიუხედავად ფიზიკური აქტივობის დონესა, წონის კლებისთვის, იმისთვის რომ წონა დაკლებული იყოს ძირითადად წამოსული ცხიმიდან კუნთი დავისვა მაქსიმალურად და ჩემი დანაკლების ფაქტორით შევავსო 1.5 გრამი კილოგრამზე, აი აქ არის ძალიან ისეთი საჭირო ოქროს შუალედი ცილის მიღები, სადაც არც მთელი დღე ცილას აურჭამდა გულიერ მერევა, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმარის ჭამ მთელი პროცესის გამართულობისთვის 1.5 გრამი კილოგრამზე. ასევე 1.5 გრამი კილოგრამზე შემოდის რეკომენდაცია ასაკის მატებასთან ერთად, როცა ანაბოლურ რეზისტენტობას ვაწყდებით, ანუ წერტილს, სადაც ადამიანის ორგანიზმი ასაკის მატებასთან ერთად საუბარი მაქვს 50 წლის მერე 60 წლის შემდგომ ნაკლებად სენსიტიური ხდება ცილისგან მიღებულ იმპულსზე, რომ თავისი კუნთები აშენოს ან და დაიცვას. შესაბამისად, თუ 1.2 იყო ოპტიმალური მიღება უმრავლესობა ადამიანისთვის, ასაკის მატებასთან ერთად 1.5-ისკენ გადავიქაჩებით ხოლმე. ანუ ეს ის წერტილებია, სადაც ჩემი ცილის მიღება უნდა ვარეგულირო ჩემი ფიზიკური აქტივობის დონის მიხედვით, ან და მინიმუმზე დავჯდე, ან და წონის კლობისას დავუპრიორიტო მინიმუმ 1.5 გრამი ცილა კილოგრამზე. და აქვს მნიშვნელობა ერთ კვებაზე მინიმუმ ან მაქსიმუმ რამდენ ცილა შევჭამ? მნიშვნელობა აქვს, მაგრამ წამყვანი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ შენ რა ცილაც დავსახეთ, რა შუალედიც ის ცილა მიიღო დღის განმავლობაში. იდეალურ შემთხვევაში ამას თუ მოახერხებ თანაბარ ულუფებად გადანაწილებულს, მაგალითად თუ მჭირდება 120 გრამი ცილა და დღეში ვიკვებები 3ჯერ 40 გრამი ცილის ულუფა აღმოჩნდა ყველა კვებაზე. თუმცა როგორც წესი ყოველდღიურობაში, როცა დაუგეგმავი კვება ხდება, საკმაოდ რთულია ამის გაკეთება. შესაბამისად, გული მშვიდად მექნებოდა თუ ცილის ჯამურ რაოდენობას მივიღებდი, ვიფიქრებდი თუ მაქვს ამის ფუფუნება გადანაწილებაზე, ვიფიქრებდი მით უმეტეს თუ კუნთური მასის მატებაა ჩემი მიზანი, იდეალურ შემთხვევაში ყველა კვებაზე ცილის კონკრეტული ულუფა მექნებოდა, იდეალურ შემთხვევაში თანაბრად განაწილებული. მაგრამ წამყვანი ფაქტორი არ არის, რის გამოც ჯერ ვიფიქრებდი ცილის ჯამურ რაოდენობაზე, დავაბალანსებდი მის მიღებას და თუ მექნებოდა ფუფუნება დღის განმავლობაში, თუ ვიკვებები 4ჯერ 3 კვება და 1 ხემსი და ყველა კვებაზე 4ჯერვე არ შემიძლია ცილა ჩავრთო, მაშინ კითხვა დავსვა, რომელ კვებაზე შემიძლია ჩავრთო. შემიძლია საუზმე დავიწყო კვერცხით, ხაჭოთი, იდეალური დაიწყო საუზმე ცილით. შემდგომ უკვე ლანჩზე არ მაქვს ცილის წყარო. არა უშავს ბოსტნეული სალატზე გადავატარე დღე. ხემსად მივირთვი რამე, რძის პროდუქტი, პროტეინის ბარი, პროტეინის იოგურტი და ვახშამზე როგორც წესი ცილის წყარო შემოდის ხოლმე ესეთი საერთო საკვებში, მით უმეტეს ქართულ სუფრაზე რაღაც ცილის წყარო მაინც არის ცხოველური ან მცენარეული. ანუ ესე შევეცდებოდი სტრატეგიულად დამეგეგმა, რომელ კვებებზე მიმიწვდება ხელი ცილის წყაროზე და ყველგან ჩავსვამდი, სადაც შემეძლებოდა. თუ ყველაზე ვერ მოხდებოდა, თავს არ დავისტრესავდი, მაგრამ ვეცდებოდი ჯამური ოდენობა დღის განმავლობაში ცილის შემოსვა. გავიგე. ეხლა ნახშირწყლების ამბავს რო შევეხოთ. ნახშირწყლებზე რო მოყვე ზოგადად რა არის ნახშირწყლები? როგორი ყოფა, რა ფუნქცია აქვს და დემონიზებული რატოა ხოლმე განსაკუთრებით რაღაცა კონკრეტული პროდუქტები წონის კლუბის ნაწილში ან რომც არ კონდეს ადამიანს ეგ მიზანი, მაინც რაღაც კონკრეტული პროდუქტები დემონიზებული. ჯანსაღკვებაში არ ჯდება უმრავლესობა ნახშირწყლოვანი პროდუქტი, მიუხედავად იმისა, წონის კლუბად თუ გინდა თუ არა. ეს არის აზრი, რაც გავრცელებულია. ზუსტად და მანც არის პრობლემა და რატო? ანუ ეგრო ცოტა ფართო პერსპექტივიდან ახსნა. ხო, პირველი პრობლემა არის ის, რომ ნახშირწყლებში არ ესმით რა შედის. ნახშირწყალი არის მაკრონუტრიენტი, როგორც ცილა და როგორც ცხიმი. მაკრონუტრიენტი ნიშნავს, რომ
ადამიანის ორგანიზმის ისეთი საკვები ნუტრიენტია, რომლისგანაც მე ენერგიას ვიღებ. 1 გრამი ნახევრწყალი როგორც ცილა მაძლევს 4 კალორიას და რაც არ მესმის პირველი არის ის, რომ თურმე ნახშირწყლები ჩემი კალორიული საჭიროების დაახლოებით ნახევარია. 45-60% ნახშირწყლებისგან უნდა მოდიოდეს ბალანსზე გესაუბრები ახლა და რაღაც იდეალურ სამყაროზე და შეზღუდვაზე. თუ ჩემი ნახშირწყლები ნახევარი უნდა ეჭიროს ნახშირწყლების კალორიებს, უნდა ვივარაუდო, რომ ამას თავისი მიზეზიც ექნება. იმიტომ რომ ნახშირწყლები თუ ჩემთვის, როცა ნახშირწყლებზე ვფიქრობ, წინ მესახება შოკოლადი, არ ვიცი, დონატი, ტორტი, ცომეული, თუ ეს მესახება ნახშირწყლებში მხოლოდ ვიცოდე რომ აქ ვწნები, იმიტომ რომ ნახშირწყალი არის ბოსტნეული. და მიუხედავად იმისა, რომ ეხლა თითქოს ამაზე არ ნომახულობ ყურადღებას, ვერ წარმოგიდგენ რამდენი ადამიანს აქვს. ჩემს ნათქვამია, რომ ბოსტნეული ცალკე საკვებ ჯგუფში გამყავდა. მქონდა ცილა, ნახშირწყალი, ცხიმი და ბოსტნეული. იმიტომ რომ, ივარაუდებ რა, იმიტომ რომ ბოსტნეული კარგია და ნახშირწყლები ცუდია და თუ ნახშირწყლები ცუდია და ბოსტნეული კარგია, ბოსტნეული ნახშირწყალი არ არის. როცა რეალურად ბოსტნეულისგან, ხილისგან მიღებული მთავარი სარგებელი რაც არის ბოჭკო, ნახშირწყლის ის ტიპია, რომელიც იმით აღუწერელ პროცესებში მეხმარება ძალიან ბევრ სასიცოცხლო ფუნქციაში, ჩემ ჯანმრთელობაში, საჭმელობელი სისტემის გამართულობაში. ამ ყველაფერთან ერთად ნახშირწყლები უნდა ვიცოდე, რომ არის ყველაფერი, სადაც ბოსტნეულში ნახშირწყლებია, თხილეულ თესლეულში ნახშირწყლებსაც ხვდები. ნახეთ მეგობრებო, რაც ყველაზე ხშირად გვეშლება ხოლმე არის ის, რომ კონკრეტული პროდუქტი, კონკრეტული მაკრონუტრიენტის წყაროა. მაგალითად, როცა საქონლის ხორცი არის ცილის წყარო, ის ამასობაში ცხიმსაც მაძლევს. როცა ავოკადო არის ძირითადად ცხიმის წყარო, ის ბოჭკოსაც და ნახშირწყლებსაც მაძლევს. როცა წინ მიდევს თხილეულ თესლეული, ძირითადად ცხიმს მაძლევს, მაგრამ ცოტა ცილასაც მაძლევს და ნახშირწყლებსაც მაძლევს. ანუ ყველა პროდუქტში უმეტესობაში მაქვს გადაფარვა. ცილაც მაქვს, ცხიმიც მაქვს, ნახშირწყალიც მაქვს და განსხვავებული პროცენტობით, რომელიც ჭარბობს, ვიზახი რომ ეს კარგი წყაროა. თხილეულ თესლეულზე ვკითხვა, რისი კარგი წყაროა? ცილის მეუბნება არ არის ცილის კარგი წყარო, ცილასაც მაძლევს, მაგრამ უპირატესად ცხიმის წყაროა. ანუ იმ კალორიებიდან, რასაც მაძლევს, ყველაზე დიდი პროცენტი რომელ მაკრონუტრიენტს უჭირავს. შესაბამისად, საკვები ჯგუფები და ნუტრიენტები გვერევა ხოლმე და ამიტომ არასწორად გვაქვს ჩამოყალიბებული წარმოდგენა ნახშირწყლებზე. არ ვიცი რომ ნახშირწყლები მჭირდება რაციონის ნახევარი და ეხლა მე კითხვა მოდის და უახლესი გაიდლაინები მათ შორის არც ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში არ მიირჩევს ნახშირწყლების შეზღუდვას, არ მაქვს ამის მტკიცებულობა. ნახშირწყლის ხარისხია მნიშვნელოვანი. ანუ ამისთვის უნდა ვიცოდე, რომ ეს ნახშირწყლები 45-60%-ია, განსხვავებული ტიპის ნახშირწყლები მაქვს მათ შორის. მაქვს ნახშირწყლები, რომელსაც ყველაზე მეტად ვერიდები, რომელსაც მარტივ შაქრებს ვეძახი და რთულ შაქრებს. ნახე, როგორც წესი, ხალხი ყოფს ორ ნაწილად ამ ჩემ ნახშირწყლებს. ვეძახით შაქრებს და სახამებლებს. შაქრებში მოვიაზრებთ ხოლმე მარტივ შაქრებს, სახამებლებში მოვიაზრებთ ხოლმე პურს, კარტოფილს, პარკოსნებს, ოსპს, ლობიოს ბარდას. სწორი დაყოფაა თუ ვიტყვით მარტივ ნახშირწყლებად და რთულ ნახშირწყლებად. მარტივ ნახშირწყლებს თავიანთი ჩაშლა აქვს, მაქვს მონოსაქარიდები, გლუკოზა, გაგიგია, რომელიც ენერგიის მთავარი წყაროა ადამიანის ორგანიზმის უმრავლესობა უჯრედისთვის, ფრუქტოზა, მაქვს გალაქტოზა. მერე მოდის უკვე დისაქარიდები, ანუ მათი შეწყვილობა, ყველაზე ცნობილი ვარიანტი ლაქტოზა, რომელიც გაგიგია. ეს არის ორი მონოსაქარიდის, გლუკოზის და გალაქტოზის დაძმობილება. აი აქეთ უკვე რთულ ნახშირწყლებში მაქვს ოლიგოსაქარიდები, პოლისაქარიდები, ბოჭკო, ტერმინებით რო არ დაგღალო. იმის ფაქტი რომ ნახშირწყლები მჭირდება რომ არ მესმის და მე ის ფაქტი რომ ნახშირწყლებს ხარისხს აქვს მნიშვნელობა. ამას თუ ჩავალ, მე უკვე კითხვას ვამ ორგანიზაციები რის შეზღუდვას მაძლევენ. მაძლევენ შეზღუდვას დამატებული შაქრების. იმიტომ როგორც წესი, ყველაფერი ცუდი რაც მე ნახშირწყლებზე მახსენდება, დამატებული შაქრების დიდი წყაროა. დამატებული შაქარი ნიშნავს რომ პროდუქტში ბუნებრივი შაქრები არის, მაგრამ ამის მიღმა მე მწარმოებელმა ან მომხმარებელმა დაუმატა ჩემი გულის გასახარად. ჩაი დავლი სადაც არ იქნებოდა შაქრები და დაუმატა შაქარი მაგიტის ზემოდან. ან სიროფი აქვს მოსხმული, ან პროცესინგის დროს წარმოებელმა დაუმატა ჩემი გულის გასახარებლად ჭყალებში. 10% არის კალორიების ზედაზღვარი დამატებული შაქრებიდან. კიდევ უფრო კარგ შემთხვევაში 5%. ეს არის დაახლოებით 6 ჩაის ყოვლის შაქარი უმრავლესობა ადამიანისთვის დღის განმავლობაში დამატებული შაქრების წყაროებიდან მისაღები. ეხლა კითხვა ისმის, რატომ მაქვს შეზღუდვა დამატებულ შაქარზე? ესეც ხო ჩვეულებრივი შაქარია, კაცო, გლუკოზა მომცა ამანაც და გლუკოზა მომცა იმ პროდუქტმა, რომელიც მივირთვი. სად არის პრობლემა? დამატებულ შაქრებში რამე ქიმიაა გარეული? არა. რას ვარაუდობენ ექსპერტები არის ის, რომ პროდუქტში, რომელშიც დიდია დამატებული შაქრები, დიდი ალბათობით ეს პროდუქტი არის ორი მახასიათებლის მატარებელი.
არის ჰიპერგემრიელი და ამასობაში მეტ კალორიას მაძლევს ნაკლები ნუტრიენტების ფონზე. თუ ეს ესეა, ამ პროდუქტმა, რომელმაც ჩემი რეცეპტორები და ჩემი გული გაახარა და ამასობაში არ დამანაყრა და ამასობაში ბევრი კალორია ქონდა, თუ მივირთვი, ზემოდან მივირთვი, დაგროვდება ბევრი კალორიები არასაკმარის ნუტრიენტების ფონზე, დღის ბოლოს ბევრი მაქვს ნაჭამი, მაგრამ მაძღარი არ ვარ. და ეს ყველაფერი ციკლურად თუ დატრიალდება, მივალ წერტილამდე, სადაც იმაზე მეტ კალორიას მოვიხმარ უფრო ხშირად, ვიდრე ნორმაში მესაჭიროება, მივდივარ ჭარბწონიანობამდე და მე ბევრ მეტაბოლურ გართულობამდე, რომელთანაც მე სიმსუქნემდე მივყავართ და ბევრ შარკეტილ წრემდე. ანუ ვარაუდი, აი აქ შემოდის მე ულტრაპროცესირებული ამბავი, რა არის ეს ულტრაპროცესირებული? ეს არის გადამუშავება საკვების და ყველა საკვები, რომელსაც მოვიხმართ, პროცესინგის რაღაც ნაწილს მაინც გადის. ბოსტნეული რო იყინება, ეგეც პროცესინგის ნაწილია. ვარაუდობ, რომ ულტრაპროცესირებულ საკვებში მეტი კალორიაა ნაკლები ნუტრიენტების ფონზე, ამასობაში თუ დამატებულ შაქარს მოიცავს და კიდევ ბევრ სხვა მინერალს, ჰიპერგემრიელია, მაგიტო გადავაჭარბებ მუხმარებით, იმიტომ რომ ადამიანი ვარ, ცხოველი ვარ და რაც გემრიელია, მეტ კალორიას მაძლევს, მიყვარს და მე ვინახავ, რომელიც მე მაწუხებს ცხიმის სახით. აი ეს ნაწილი არ მესმის, რომ შაქარი კი არ არის ჩემი მტერი, პირიქით ენერგიის მთავარი წყაროა ორგანიზმისთვის, შეიძლება ისეთი საკვები მივირთვა, სადაც შაქრები ბევრია და მე დამაზიანოს კი. ოღონდ ქცევითი ნაწილის გამო აიგ და არა იმიტომ რომ ნახევარწყალი მკლავს და შაქარი ჩემი მტერია. ქცევის ამბავია. გავიგე. და ბარემ ცხიმის ნაწილსაც რა შევეხოთ? რატოა ცხიმი მნიშვნელოვანი და რა ფუნქციას ასრულებს? და რატოა ასევე მნიშვნელოვანი რომ მივიღოთ დაბალანსებულად და ის რაღაცა ცხიმის დემონიზება გავაკეთოთ ისევე როგორც ჩაქრის, ეგრე არ მოხდეს. ცხიმი არის ძიმი артиლერია ჩვენს გულშიც, ეხლა ჯგუფმა ახლა გაიარა და აი ცხიმებს თუ გადაურჩით, მე ყველაფერი კარგად არის ესე ვიცახი, ამიტომ ეცდები მარტივად აგიხსნა. ცხიმის ნაწილში მოდი მოგიყვები ყველაფერ ცუდს, რაც დაბალცხიმოვან დიეტას ახასიათებს და მაგითი გაუსვამთ ხას ცხიმის დადებით მნიშვნელობას. დაბალცხიმოვანი დიეტა განიმარტება როგორც დიეტა, სადაც 20% ნაკლები მოდის ცხიმისგან. კალორიების 20% და 35%-მდე უნდა იჭიროს ცხიმებს, 20% ნაკლები დაბალცხიმოვანი დიეტა. ჯერ აზრი, რატომ გონია რომ დაბალცხიმოვანი დიეტა დამაკლებინებს? იმიტომ რომ ცხიმს ყველაზე მეტი კალორია აქვს მაკრონუტრიენტებს შორის. 1 გრამი ცილა და ნახევარწყალი მაძლევს 4 კალორიას, 1 გრამი ცხიმი მაძლევს 9 კალორიას, თუ ეს დალოცვილი 2 კალორიებს მაძლევს, თუ ამოვიღე ხო დავიკლებ რამენაირად. კარგი, სწორი მსჯელობაა. ეხლა ერთით ქვემოთ ჩავიდეთ უცოდინრობის ნაწილში. რომ ცხიმს თუ შეჭამ, ცხიმად დამარაგდება, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი ცხიმს ამარაგებს, უყურებ, ხედავს, სინჯავ. ეს არასწორია. ორივე მიმართება მივყავართ იქამდე, რომ დაბალცხიმოვანი დიეტები უკეთეს შედეგს მაძლევს. რომელიც მართალია ოღონდ საწყის პერიოდში, ამასობაში თუ არის დაბალნახევარწყლოვანი დიეტა. ანუ არაფერს ჭამ, დაბალი ცხიმი, დაბალი ნახევარწყალი, დაბალი კალორია მაძლევს საწყისად წარმატებას, მაგრამ ეს წარმატება არის მოკლევადიანი და არა შენარჩუნებადი. დაბალცხიმოვანი დიეტის საფრთხეები არის პირველი, ორგანიზმისთვის ჯანსაღი ცხიმების დანაკლისი. მე თუ ვთქვი, რომ ცხიმს არ ვიღებ, მაშინ ჯანსაღ ცხიმებსაც არ მივიღებ, რომელიც მეხმარება არა მარტო სამარაგო ენერგია აქვს ცხიმს, ზოგს ავიწყდება, რომ ცხიმი სტრუქტურული ერთეულია. თქვენი უჯრედები ცხიმოვანი კედლისგან არის ნაშენები. ამასობაში ცხიმს წამყვანი როლი უჭირავს სასქესო ჰორმონების წარმართვაში. ქოლესტერინს უჭირავს წამყვანი როლი. შესაბამისად, ამასობაში ამას ემატება მე ცხიმში ხსნადი ვიტამინების, A ვიტამინი, D ვიტამინი, E ვიტამინი და K ვიტამინის დანაკლისი, თუ ცხიმს ავჭამ, დიდი ალბათობით ცხიმში ხსნად ვიტამინებსაც ან არ ვიღებ, ან ვერ შევიწევ კარგად. ამ ყველაფერს ემატება მადის დაქვეითება, უფრო სწორად, მადის გაღვიძება, იმიტომ რომ ნაკლებად დანაყრებული ვარ, ცხიმი არის ისეთი მაკრონუტრიენტი, რომელიც ამ სამთა შორის, ცილა ცხიმ ნახევარწყალს შორის, ცხიმი არის ის, რომელიც ყველაზე მეტად ანელებს კუჭის დაცლის სიჩქარეს საკვებისგან. ეს რას ნიშნავს? თუ ცხიმი აქვს საკვებს, უფრო დიდხანს ყოფდება საჩვენებელ სისტემაში, უფრო მანაყრებს, უფრო ხანგრძლივად და მეტად მანაყრებს. შესაბამისად, დაბალცხიმოვანი დიეტა არის წამალი ბჭყალებში, ანუ წინაპირობა ჩემი გრძელვადიანი ემოციური და ჰორმონალური დისბალანსისთვის, ამასობაში საჭირო ვიტამინების დეფიციტისთვის და ეს ყველაფერი თუ იქნება ნიუთუმეტეს ჩატარებული ინტერვენცია ქალის მიერ რეპროდუქციულ ასაკში, მეტად უფრო სენსიტიურად და მალე ნახავს ქალი ამ ყველაფერს. ლიბიდოს დანაკლისი, უენერგიობა, ბუკეტი მოკლედ ნეგატივის. ამიტომ ეს ყველაფერი რო არ მივიღოთ, მჭირდება ცხიმის ადეკვატური მიღება. მე თუ კალორიებს არ გადავამეტე, ჩემი კალორიების 90% ცხიმით რო შევავსო, ამას კეტო დიეტა ქვია. წონას იკლებს ხალხი. როგორ ხდება მაშინ ეს თუ ცხიმი პირდაპირ ცხიმში მიდის? არასწორი ეს მოცემულობა.
ნახშირწყალი თუ არ არის ჩემი მტერი, მაშინ ცხიმია ჩემი მტერი. თუ ცხიმი არის ჩემი მტერი, ნახშირწყალია ჩემი მტერი და ვაი იმ ადამიანის ბედი თუ ორივე მტერად ყავს აღებული ნახშირწყალიც და ცხიმიც. ხო. მოიცა, კეტო დიეტა ახსენე. კეტო დიეტა კარგია? თუ ცუდია? ან რა კონტექსტს გააჩნია პასუხის გაცემის დროს? ხო. კეტო დიეტა უმეტესწილად არასწორი არჩევანი იქნება უმრავლესობა ადამიანის მხრიდან, მაგრამ ისუეთ შემთხვევაში ხვდები ბენეფიტებსაც. რატო არის რაჯერ არ კეტო დიეტა? კეტო დიეტა არის დიეტა, სადაც ორგანიზმი გადაერთვება კეტოსში. კეტოს სხეულები, ანუ ცხიმოვანი ენერგია ხდება მთავარი წყარო. კეტო დიეტის მოცემულობა არის კალორიების უმრავლესობა 70% და მეტი მოდის ცხიმისგან. კალორიების 20% მოდის ცილისგან და ნახშირწყალი არის 5%-ზე დაბალ დაყვანილი. კეტო დიეტა, როგორც სახე, პირველად შეიქმნა 1920-იან წლებში სამედიცინო დაწესებულებაში პედიატრიულ პაციენტებში ეპილეფსიის მენეჯმენტის სიმპტომის მენეჯმენტის მიზნით. ნახეს, რომ ადამიანები, ვინც შიმშილობდნენ ბავშვები, უფრო ნაკლებად ძლიერი და ხშირად ჰქონდათ ეპილეფსიის სიმპტომები, გამოვლინებები. და მე რა კითხვა დასვეს, კაცო, ხო არ ვაშიმშილებ სულ ბავშვს? შექმნეს შიმშილთან მიახლოებული დიეტა, სადაც კალორიებს იღებდნენ, უბრალოდ ნახეს, რომ რახან ცხიმისგან იყო წამოსული უმრავლესობა კალორიების, ნაკლები იყო ასოციაციაში მსგავსი სიმპტომები. მე გავიდა წლები, გამოვიდა მედიკამენტი ეპილეფსიის მენეჯმენტისთვის და აღარავინ აღარ აწოლებს ბავშვს კეტო დიეტით. თუმცა კეტო დიეტას აქვს კონკრეტულ კვლევებში თავისი უპირატესობა ნეიროდეგენერაციული დაავადებების კუთხით, მაგრამ ამ წერტილში რო არ შევიდეთ, კითხვა ისმის რა ხდება. ხდება ის, რომ ადამიანი იღებს და მე კითხვა ისმის საერთოდ, კაცო, თუ ცხიმი მარაგდებოდა და ცხიმს ჭამ, როგორ ვიკლებ? ორგანიზმი გადაერთვება ამაზე პასუხია ცხიმის სამარაგო წყაროების გამოყენებაზე, კეტოს სხეულებზე, რომელიც არის სახეშეცვლილი ცხიმი, ნახევარდაშლილი ცხიმი. და მე კითხვა ისმის, ანუ თუ ორგანიზმი ცხიმს წავს, ენერგიის მთავარი წყაროდ გლუკოზას კი აღარ იყენებს, ცხიმოვან სხეულებს იყენებს. და ჩემი ორგანიზმი ცხიმს ამარაგებს, თუ კეტო დიეტაზე ვიქნებით, ჩემი ორგანიზმი ცხიმს აწვავს. თუ კარგი ლოგიკაა. ნუ რას უკაცრავად. როგორც ნახეს, კეტო დიეტაზე ცხიმების უმრავლესობა, რომელსაც ჩემი ორგანიზმი იყენებს ენერგიისთვის, მოდის დიეტური ცხიმებისგან. ანუ რასაც მიირთმევ, ხო ვთქვით, რომ ბევრ ცხიმს მიირთმევ, რასაც მიირთმევ, ეგ გამოიყენება ენერგიად, სამარაგო ცხიმებს 5%-ით თუ ბუსტავს ეს კეტო დიეტის ნაწილი. ანუ განსხვავება, კარგი განსხვავება, ანუ რეალურად არ მაქვს მაინც წონაში ვიკლებ, ოღონდ ისე არ ძლიერდება ჩემი წონის კლება, რომ კეტო დიეტა გავაჩინო უპირატესად წონის კლებისთვის. მაგრამ მაინც იკლებს წონაში ხალხი. როგორ იკლებს წონას? იმდენ კალორიას ვეღარ იღებს და კითხვა ისმის, კაცო, როგორ ვეღარ ვიღებ კალორიას? ოდესმე ძალიან ცხიმია საჭმელი და ბოლოს როდის ჭამე? არ მახსოვს. ჩვენ მაყურებელმა გაიხსენოს თვალი და ხუჭოს ძალიან ცხიმიანი საკვები ბოლოს როდის ჭამა, თუ არ გახსოვთ, დაიცადეთ 2 კვირა და აუცილებლად ბევრ ცხიმიან საჭმელს მიირთმევთ ქართულ სუფრაზე. არის რაღაც წერტილი, სადაც მე ვეღარ მიირთმევ. პუტკუნა თორნიკე ცდილობდა წონის კლებას და ახალ წელს თავის თავს ასკეზა უთქვა, უბრალოდ მაშინ ასკეზები ცნობილი არ იყო და უბრალოდ დაიფიცა, რომ მომდევნო წელი აღარ შეჭამდა ტკბილს. მაგიტო ღამე ახალ წელს მეგობრებთან ერთად წავიდა, ყველაფერი ნაგავი რაც იყო, იყიდა მაღაზიაში და 12-ს რო გადაცდა ზის პირველ საათზე თორნიკე და ჭამს ნუტელას ერთ მთლიან შეკვრას. ნახევარზე რო ჩავედი, გულისრევის შეგრძნება მაქვს, ვეღარ ვაგრძელებ. მეთქი რა მჭირს, თორნიკე რა ხდება, მთელი წელი ვეღარ შეჭამდა. აბა შენიცი. მოკლედ ვერ დავუმთავრე ეს კილა. ეხა ამითი რის თქმა მინდა, ცხიმი არის ერთ-ერთი ისეთი ნაწილი, რომელიც ჩემ დანაყრებაში მონაწილეობს და ადამიანი, ვინც კეტო დიეტაზეა და მეტად ცხიმია საკვებს მიირთმევს, მადა ისე უკვე იქნება საჭმელის გახსენება აღარც უნდა. აღარც ახსოვს, ვერ ამთავრებს თავის ბოლომდე მისაღებ ულუფას. მერე მოდის მიკრონუტრიენტების დეფიციტი, ნახშირწყლებს რომ არ ვიღებ საერთოდ შემოდის პროცესში ფარისებრჟიკულის პრობლემები, ზოგჯერ ტესტოსტერონთან გვაქვს პრობლემა. გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე სწორად ჩატარებული კეტო დიეტაც კი დაიცოდეთ, რომ კეტო დიეტა, რომელსაც აქამდე აკეთებდით ან გირჩიათ, არ არის სწორი კეტო დიეტა, 8 წელი ჭამე კვერცხი დღის განმავლობაში არ არის კეტო დიეტა. ყველაზე სწორი გაიდლაინი ჩატარებული კეტო დიეტაც კი საჭიროებს ცირკულარულ მიდგომას. ნახშირწყლების დაბრუნებას წელიწადის რაღაც სეზონზე, ჩემი ჰორმონალური ბალანსისთვის, ჩემი ემოციური ბალანსისთვის. მოკლედ, ძალიან იშვიათად მინახავს ადამიანი, ვინც კეტო დიეტა დაიწყო, მოუარგო თავის ცხოვრებას და ბედნიერია და მერე შეინარჩუნა. შესაბამისად, ბევრი რისკია. რისკია იმ ნაწილში, რომ მე თუ მე ცხიმს ვიღებ, ცხიმის სახე თუ არ გავაკონტროლე, ცაში ავარდება ჩემი ნაჯერი ცხიმების მოხმარება. ჩემი ლიპიდური პროფილი, ქოლესტერინის პრობლემები გამიჩნდა, ღვიძლი გაცხიმონდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს რო 70%-ს ვიღებ ცხიმებს,
თუ არ განსაზღვრე ცხიმის სახე აქაც შეიძლება კარგად არ წავიდეს საქმე. ანუ მეტი ნაჯერი ცხიმი მივირთვი, ცხოველური ცხიმი მივირთვი, რომელიც მეპარება ხოლმე. იმდენად დიდ და სკულპტუროზურ საჭიროებას ჩახედვას საჭიროებს კადრია და ყოველდღიურ მიმდინარეობაში უმრავლესობა ადამიანისთვის იმაზე მეტი თავის ტკივილია ვიდრე გამოსავალი და არ ყოფილა შემთხვევა ვინმესთვის კადრია და მერჩი აუდესმე. გავიგე. საქმეზე როცა მიდგება ჩემი აზრით ადამიანს როცა საპირწონეზე უდევს მე სწორი და ჯანსაღი ყვება რისთვის მჭირდება იმიტომ რომ წონაში დავიყო თუ იმიტომ რომ სხვა დანარჩენი ყველა ბენეფიტის მოყვება იქ ბენეფიტები მივიღო და წონის ყვება იყოს შედეგი რაღაცა ბონუსი თუ ადამიანს რაღაც კაფიოდ გამოხატული ძიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ ექნება ან პოტენციურად ისე ჯანმრთელობის პრობლემებიც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს მაშინ როგორც წესი მანამდე ჯანსაღი ყვების გზაზე არ დგება ხოლმე და შენ გამსმენია რომ ადამიანი ჯანსაღად იმიტომ უნდა იკვებებოდეს რომ XYZ რაღაცა მიზეზები და უბრალოდ წონაში თუ დაიკლებს ეს იქნება კარგი ბონუსი და მან იქნება ადამიანებისთვის мотивация იყოს ან ინსპირაცია ან რაღაც ბიძგი სინამდვილეში რატო უნდა იკვებონ ჯანსაღად და ეს რაღაც წონის კლება არ იყოს მიზეზი რატომაც ჯანსაღი კვებისკენ ნაბიჯის გადადგმას დაიწყებენ იმიტომ რომ როგორც წესი წონის კლებისთვის როდესაც ნაბიჯებს გამენ ნაბიჯი არის რომ აი სანამ ნაბიჯს გადავდგომ უკვე 30 კილო მქონდეს დაკლებული რომელიც მერე იმ სხვა ყველაფერს რომელიც სასწორის პინზე დგას იმას კიდე უფრო მეტად უქმნის საფრთხეს და აზიანებს და ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ წერტილამდეც მიყავთ ხოლმე და ეგ კონტექსტი რო აუხსნა შემაჯამებლად მაყურებელს ეს არის კონტექსტი რაც მგონია რომ მისია მათ შორის ჩვენი აკადემიის ჯანსაღი ყვება მოვაშოროთ კონცეფციას რომ აუცილებლად წონაში კლებასთან კავშირდება და თუ წონაში ვიკლებ ეს ახი ჯანსაღად უყვებები ეს არასწორი მიმართება იმიტომ რომ წინასწარ კრახით არის განწირული ემოციური ესეთი მიჯაჭვულობა ყველა ნაბიჯების მიმართ რომელსაც გადავდგა შესაბამისად ჯანსაღ ყვებას ჩვენ თუ უყურეთ როგორც პრევენციას და სოფლიო აქეთ მიექანება მათ შორის ჯანდაცვა რაც ვაკეთებ პრევენციისთვის და არა როცა დადგება მომენტი ეს მომენტი რომ დადგა მე როგორ გამოვასწორო. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი ყოველდღიურ გაწყვეტილებებში არის რისგან ვისავ თავს და რას ვზოგავ. იმიტომ რომ თანხა, დრო და ენერგია რომელიც მიწევს დამდგარი პრობლემის გამოსასწორებლად მინიმუმ 10-ჯერ აღემატება იმ ენერგიას, თანხას და დროს რომელიც დამჭირდებოდა პრობლემა რო არ დამდგარიყო. უბრალოდ ხარ არასწორად არ გამიგოთ ბევრი ფაქტორია რომელიც მიუხედავად ჯანსაღი ყვებისა შეიძლება გამოვლინდეს. და არასწორად არის ხოლმე პირიქით აღნიშნული რომ შენ არასწორად იყვებე და ეს დაავადება გამოგივლინდა. მაგალითად ტიპი 1 დიაბეტი რისი ახსნაც ხდება ხოლმე ყოველთვის ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის როცა დგინდება არის ეს შენი შვილის არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი არ ყოფილა და თუ მგონია რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ მიმაღებინა შედეგი მე ნეგატიური ემოციები ყალიბდება. ანუ ყოველთვის ჩემი ჩართულობა 100%-იანი ჯანსაღი ყვების და ცხოვრების მიმართ არ ნიშნავს 100%-იან პრევენციას. თუმცა აქ არის წერტილი, რა შემიძლია გავაკეთო ისეთი და თან თუ ვიცი რომ ამის დიდი შანსი მაქვს. უყურებ ჩემს ოჯახს, უყურებ ჩემ ყოველდღიურობას, ჩემს წინაპრებს და ვიცი რომ სიმსუქნე მიზის სადღაც წერტილში. კარდიოვასკულური დაავადებები მიზის კონკრეტული პროფილები, რომლის პრევენციაც შემიძლია ჯანსაღი ყვებით. ან და ინდონემდე მიყვანა რომ ჩემი ჯანსაღი ცხოვრების ნაბიჯები 10-ჯერ გამიადვილებს, გამიაფებს იმ მდგომარეობას, როცა და თუ დადგება. ანუ აქ რეალურად არის რას ვაკეთებ პრობლემის დადგომამდე და ვირჩევ თუ არა რომ გავაკეთო. და თუ ვირჩევ რა არის ყველაზე სწორი გზა. აი აქ შემოდის ჯანსაღი ყვება და ყველა პრინციპი. ხა ამის მიღმა რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა ჯანსაღი ყვება გარდა წონის კლებისა? შემოდის ისეთი ფიზიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც რომ მოგიყვე მეორე პოდკასტი დაგჭირდება და ალბათ შენთვის არაფერს ნიშნავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის არის შეგრძნება. რას უგრძნობ, როცა ჯანსაღად უყვევები და ჯანსაღად ცხოვრობ. და ეს შეგრძნებები დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელს ყოველთვის განუცდია. რა გადაწყვეტილებებს იღებ და რა ემოციური ფაქტორი ქონდა, როგორი პროდუქტიული იყო. კარგად ეძინა, სასწავლო ურთიერთობები კარგად წავიდა, სამსახურში დაწინაურდა და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჯანსაღი ყვების და ფიზიკური აქტივობის მინიმალური გაიდლაინები დაიცვა. ანუ რეალურად გავიხსენო და დავაკვირდე რა გადაწყვეტილებებს ვიღებდი მასში როცა ვცდილობდი ჯანსაღ ყვებას
ჯანსაღი კვებისთვის და არა წონის კლუბისთვის და გავიხსენოთ წერტილი, სადაც ჯანსაღი კვება დაიწყო წონის გამოსასწორებლად, რომელიც კრახით დასრულდა. აი ამას შორის თუ ვაკეთებ უკვე არჩევანს, ჩემთვის შეგრძნების დონეზე დღეს ვხედავ და ხელშესაღებია წერტილი. და არა ის რომ 20 წელიწადში რაღაც მოხდება, იმიტომ რომ ადამიანები ვართ. აი ხელშესახებ დონეზე და კიდევ ერთი ის კავშირი რომ მე რო არასწორი გაწყვეტილება მივიღე, ენერგია არ მქონდა და ცუდად მეძინა, შეიძლება ჩემ კვებას უკავშირდებოდეს და ჩემი კარიერული სასიყვარულო წინსვლა ბედნიერება, სადამდეც ხშირად ჩავდივართ ხოლმე, როცა გკითხავს ვამთ, რატომ გინდა წონის კლუბა? კაი და ეგ რატომ გინდა რომ კაბა მოერგო? კაი და ეგ რატომ გინდა რომ პლიაზზე კარგად გამოიყურებოდე? კაი და ჯანმრთელობა რატომ გინდა? ადამიანს უნდა ბედნიერება. და ბედნიერებასთან არაფერს აქვს ისეთი ახლო კავშირი, რომელიც მე მექვემდებარება, როგორც ჩემი ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის ის მინიმალური გაიდლაინების დაცვა, რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია. გავიგე. შენ ახსენე წეგან პრევენციული ნაწილი, რომ თუ პრევენციას გააკეთებ, გაცილებით იაფი დაგიჟდება პრევენცია, ვიდრე მერე მიღებული არასასრული შედეგის გამოსწორება. ეგ რო დაუკავშიროთ ჯანსაღი კვების ამბავს და ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე რო ჯანსაღად ვიყვებო, ძალიან ძვირი ღირს. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეხლა საქართველოში ხო ხარისხიანი არაფერი იწარმოება. და ასე შემდეგ. მან სად აქვს აცდენა, ვიცი რომ საქართველოში არ არსებობს წერტილი, სადაც ადამიანები ადგენენ და დათვალეს, რომ ერთი ულუფა ჯანსაღი კვება ბჭყალებში რა მიჯდება. მაგრამ შეგრძნების დონეზე ან პრაქტიკიდან გამომდინარე, ან თუნდაც ადამიანები ბავშვები, რომელმაც ჩვენთან ისწავლეს. ანუ რას ვხედავთ? სინამდვილეში რამხელა განსხვავებაა და მერე ეს აკუმულირებული შედეგი ან ჯანსაღი კვების ან არა ჯანსაღი კვების, რომელს მერე გამოსწორებაც მიწევს, სხვაობას სად მაძლევს? არა, პროცენტულად ან იდეურად რამხელა სხვაობას მაძლევს? ხო, იდეური განსხვავება ორ ყველაზე მთავარ პრობლემას შორის, რომელიც ჯანსაღობაში გვიდგება ყველას, მიუხედავად შენი სამსახურებრივ გარემოსა, მარტო ხარ თუ ვიღაცასთან ცხოვრობ, ოჯახი ყავს, არ ყავს, როგორია შენი გრაფიკი, არავის არ აქვს დრო, არავის არ აქვს ნებისყოფა და ამასობაში ფინანსებია პირველი კითხვა, რომელიც ჯანსაღობაზე ჩდება. შევძლებ კი გაწვდება ჩემი ჯიბე. დროის ნაწილში, რასაც გეტყვის, ზუსტად ისევე უნდა შევხედოთ ფინანსურ ნაწილში. მე თუ კვირაში ერთი დღის 3 საათს უთმობ მთელი კვირის მინიმალური გეგმის მომზადებას, ყიდვას, გაწერას და ბოსტნეულის დაჭრას და მთელი კვირის განმავლობაში ყოველ დღეს 3 საათს ზოგავ, იმით რომ ვიცი რა უნდა ვჭამო, პიცა რო ვჭამე ჩამომეძინა, აღარ ჩამომეძინება და პროდუქტიულობა გამეზარდა. ერთი კვირა დღის 3 საათმა მომაგებინა 6-ჯერ 3 საათი კვირის განმავლობაში. ზუსტად იგივე კონცეფციით უნდა შევხედოთ ფინანსურ ნაწილს. მე თუ ჯანსაღ კვებას აღვქვამ როგორც სწორ არჩევანს და ამ არჩევანში ასევე შედის სწორად მომარაგება, გარმურკოვა იმისი მაღაზიაში რომ შეხვალ ფასდაკლებება მოგჭრას თვალი თუ რეალურად პროდუქტებს დააკვირდე, რომელიც გჭირდება, რომ გადმოატრიალებ და იცი ამას ბიოაწერია, ამას არაწერია და უცლარიანი განსხვავება რომელი აირჩიო, ერთი ამ ნაწილში შემოდის შენი ფინანსური სიმშვიდე და მეორე ჯანსაღი კვების ერთობლივ დაგეგმვაში. ანუ მთლიანი პროდუქტების ყიდვა, მომარაგება და ამის გადანაწილება ბევრად უფრო ეფიჯდება, ვიდრე შუა დღეს ვერ მოვასწარი, გამოვიძახე, მერე დამეძინა დროის და ფინანსურ ნაწილში. ანუ რეალურად ერთი რაც მინდა ადამიანს შეეროდეს, იმიტომ რომ ამის მთელი გულით მწამს, მიუხედავად მისი სოციალური, ფინანსური, დროის ფუფუნებისა, აუცილებლად იქნება რაღაც ერთი ისეთი შემდგომი ნაბიჯი, რომელიც თავისი მიზნებისკენ წინ წაწევს. ეს არის ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება, პროდუქტიულობა, წონის კლუბა, რაღაც აუცილებლად იარსებებს და იქ რაღაც იმალება ცოდნაში. ყველას გვირდებით, რომ არის ერთი ისეთი ნაბიჯი მაინც, რომელიც დაძლევადია შენთვის, შენი მიზნებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე. აი ამის თუ ამაზე თუ შევთანხმდებით, რომ ყველას გვჯერა, უკვე კომუნიკაცია იწყობა ჯანსაღი და არა პირიქით. მე თუ ამის არ მჯერა, ყოველ სიტყვას შემოგეცილები და ზეითუნიზეთი რო ძვირი ღირს და მე რომ დრომ არ მაქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაზე ღირებულზე ვერთანხმდებით და თუ ჩვენი მიზანია გამოვარკვიოთ რა არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც ყველა ადამიანს თავისი აქვს, ჩემთვის შეიძლება ეს ევერესტის დაპყრობა იყოს და შენთვის უბრალოდ კვერცხით დილის დაწყება, მაგრამ არსებობს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ერთი ნაბიჯით მაინც მიგაახლოვებს შენ სასურველ შედეგს და როგორც შენ თქვი, როგორც ჰოპ და არასასურველი ფორმით გავიღუძე არ ხდება, ისე არ ხდება ჰოპ და სასურველი ფორმით გავიღუძე. აი ესეთი მინიატურული ნაბიჯებს აქვს მნიშვნელობა, რომელიც მე ერთად ჯამდება და საბოლოო ჯამში ვიძახი, რომ რა მარტივი ყოფილა ჯანსაღი კვება, როცა მითებს ვემშვიდობები და რეალურად მნიშვნელოვან წერტილზე ვაკეთებ საქმეს.
ანუ საბოლოოდ მაინც იმ წერტილამდე მივდივართ, რომ ადამიანები, რომლებიც ამას იძახიან არა იმიტომ, რომ ეგ სიმართლეა, არამედ იმიტომ, რომ არ აქვთ საკმარისი ცოდნა, რომ სწორი ლოგიკა ააწყონ. სწორ დროს სწორი ლოგიკა. ხო, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილების მიღებამდე მიდიხარ და გადაწყვეტილებას როცა ვიღებ, რა დროს რომელი იქნება სწორი, ეგ არ ვიცი. და რადგან არ ვიცი, ამისთვის მე მიზეზს ვეძებ, რომ და ეს მიზეზი როგორც წესი არის ფული, რომ ეხა და ეს მიზეზი ბევრი გვაქვს. ანუ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომელიც ამ მიზეზებს გვაძლევს ნამდვილად. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა ამ კითხვის გაგრძელებად რო იყოს, ამ შემთხვევაში როგორც წესი ეს არის ხოლმე ფული, რომ იმიტომ რომ ეხა ყველაფერი ძვირია. ანუ გამოდის რომ მივდივართ წერტილამდე, რომ არ გვექნებოდა პრობლემა და არასწორი გადაწყვეტილებების რაოდენობას შევამცირებდით, თუ გვექნებოდა ცოდნა. და იმისთვის რომ ცოდნა მივიღოთ, პირველი რაც მე მახსენდება არის, რომ გავაქანე ჯიბეში ხელი ტელეფონი ამოვიღე, შევედი Instagram-ზე, ან YouTube-ზე, ან TikTok-ზე, ან სადღაც, იქ შემხვდა ვიღაც ტიპი, რომელიც არ ვიცი, ხან ერთს მეუბნება, ხან მეორეს, ხან მესამეს და ეგ ქაოსი მაბნევს, ანუ ქაოსის მოსაწესრიგებლად მივმართავ სოციალურ ქსელს, აღმოვაჩენ, რომ უფრო დიდ ქაოსში შევდივარ მოწესრიგების ნაცვლად, ამის გამო მე კიდევ უფრო მეტად ვისტრესები და კიდევ უფრო მეტად არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ, ოღონდ ამჯერად იმიტომ, რომ უბრალოდ იმედგაცრუებული მაქვს და მე ეს ჩემი ნეგატიური ემოციური გამოცდილება კიდევ უფრო მეტად იმატებს და მოკლედ რაღაც არასასიამოვნოს უაზრო წრეზე ვტრიალებ. მაგის გამოსავალი რა არის? ცოდნა საიდან იღებს, ან როგორ იღებს ადამიანი? სანამ ჩვენ ნუტრიციოლოგიის საფუძვლების შესწავლას დავიწყებით ადამიანებისთვის, მანამდე ალტერნატივა რა ქონდათ? ალტერნატივა იყო ორი, ერთი პირადი გამოცდილება და ყველაზე მნიშვნელოვანი ალტერნატივა, რასაც ხავსივით ეჭიდებიან ადამიანები დღესაც და მეორე წერტილი სანდო წყაროების პოვნა სოციალურ ქსელში, რომელიც არსებობს, უბრალოდ არსებობს 9-ჯერ მეტი არასანდო წყარო. ანუ რეალურად მთავარი ღირებულება, რაც ჩვენ ახლა შემოვიტანეთ პროცესში ადამიანებისთვის, არის არა ის, რომ ჩვენ მიერ მოგონილ ახალ მთვარეს აღმოაჩენენ ხოლმე ჩვენთან ერთად. არა ის, რომ ეძებნათ დღეში 3 საათი ამ მასალას ვერ იპოვიდნენ. არამედ ის, რომ ზუსტად იციან სტრუქტურიზებულად, რომელი ულუფა ინფორმაციის შემოუშვან თავიანთ თავში, რომ ეს ლოგიკები ერთმანეთს დაეფუძნოს. ჯერ არ დავიწყო კეტო დიეტაზე საუბარი და მისი ინფორმაციის ძებნა, სანამ მეტაბოლიზმზე არ მაქვს განმარტება. ჯერ არ დავიწყო საუბარი დაბალნახევრწყლოვან დიეტაზე, სანამ ნახევრწყლები არ ვიცი რა არის. ანუ რეალურად დროის და ფინანსების მოგებაა და ამასობაში ის წერტილი, რომ დიდი ალბათობით ამდენ დროს ამას არასდროს დაუთმობდი, რაც დროს დაუთმეს პროფესიონალებმა ამ მასალის შექმნას, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზე დავაჯინო საბოლოო ჯამში მეტი ქაოსი კი არ დავიმატო. პირიქით თქვა, რომ რა მარტივია ჯანსაღი და არა რთულია ჯანსაღი. იმიტომ რომ იმდენი პატარა ქაოტური ამბებია, რომელთანაც ზოგი მნიშვნელოვანია, ზოგი არ არის მნიშვნელოვანი, მეტი ქაოსს არიდებ თავს. ამიტომ ადამიანებს ინფორმატიულობის ნაწილში ყველაზე მეტად რაც აბრკოლებს არის სწორედ შენ რაც თქვი. სოციალურ ქსელს დავანებე თავი ტაყალში ამოვიდა, გადავედი ინტერნეტში, დავგუგლე, ხელოვნური ტექსტი მიმართე. უბრალოდ იმდენი ბევრი განსხვავებული ინფორმაცია მოდის და მე არ ვიცი რომელი შემდგომი სწორი კითხვა დავსვა, იქაც დამატებით ქაოსს ვიღებ. ანუ სწორი კითხვების თანწყობა არის ალბათ გამოსავალი, რომ ეს ინფორმაცია ერთად დავაგდეს. ანუ ესე იგი გვინდა არ გვინდა ადამიანები პრობლემის გამოსწორების წერტილში როცა ვართ და გვჭირდება რომ გამოვასწოროთ, ფულ სინამდვილეში პრობლემის გამოსწორებაში კი არა, ხშირ შემთხვევაში ახალი დამატებითი პრობლემის შექმნაში ვიხდით ხოლმე. კი. მაგით დაჭირდებათ ადამიანებსაც ცოდნა მიიღონ, რაც ცუდია, რომ საქართველოში ჩვენ გარდა არ არის. გავიქე.